გამარჯობა. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ძალიან საინტერესო საკითხზე გსურს საუბარი. და როგორც ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ძალიან შეიცვალა ბოლო პერიოდში. და მათ შორის გამომცემლობები და წერლობა თავისებურად რეაგირებს. მაგალითად, ბოლო წელიწადში წინ წამოიწია უტოპიებმა, მაგალითად, ვიტრინებზე უფრო ხშირად შეგვიძლია ვნახოთ რაღაც სხვადასხვა აქციაც ლოგიკური არის, იმიტომ რომ შეიცვალა გარემო. ზოგადად და არავისთვის არ არის დასამალი, რომ ესეთ ტიპის თქვათ რეჟიმები, ნებისმიერი რეჟიმი ჩამოყალიბების დროს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ხოლმე მწერლობა და თავისუფალი სიტყვა. და რამდენიმე პარალელი შეგვიძლია გავაკეთოთ იმასთან, რაც ხდება დღეს, მაგალითად 1930 წელს ბულგაკომმა მიწერა პოლიტბიუროს სტალინს უშუალოდ წერილი მასთან დაკავშირებით, რომ ის ითხოვდა ნებართვას, რომ სტალინს გაეგდო საბჭოთა კავშირიდან, იმიტომ რომ წერის უფლებას არ აძლევდნენ და არც სამსახურს ვერსად ვერ პოულობდა და შესაბამისად იყო ულუკმაპუროდ და თავისი ეს შინაგანი სამყარო რაც იყო აბსოლუტურად ესე იყო სხვებისთვის არ იყო ხილული, რაც წერილისთვის ალბათ პრობლემური არის და დღეს მაგალითად მსგავსი რამ ცოტა ნაკლები მასშტაბით გადახდა თავს ზვიად რატიანს, რომელიც საპატიმროშია და მას აუგზალეს ფურცელი და კალამი. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წერთ და თავი შეკითხვა ეხლა ვიცით რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს, ზოგი თქვათ თეატრის ხალხი ბოიკოტშია, სპექტაკლებზე უარი განაცხადეს. ბოიკოტი ჩვენი მოგონილია, ჩვენ რომ წერალს სახთან და კი და ეს სამინისტროსთან ბოიკოტი დავიწყეთ, ეგ ხო და სიამოვნებაში წერლობას მაკაკი ბაქრაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული როლი ჰქონდა ყოველთვის საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ვითარებაში სადაც პოლიტიკა ხშირად იყო ხოლმე დაქვემდებარებული, სწორედ მწერლობა იკისრებდა ხოლმე პოლიტიკის როლს და სწორედ ამიტომ თქვათ მეფეები იქნება ეს თუ მმართველები ხშირად თავის თავში ითავსებდნენ ხოლმე მწერლობას, როგორც ასეც ხო დავით აღმაშენებელი იქნება თუ სხვა. ამიტომ დღეს ამ კუთხით მინდა შევხედოთ დღეს განვითარებულ მოვლენებს და დავსვათ პირველი თქვათ დილემა რაც იქნებოდა წერლისთვის ალბათ ჩემთვის საინტერესო შეკითხვა იქნებოდა ვიცვლით თუ არა რა ქვია მას ყოველდღიურობას, ანუ თქვენ რაღაცა თემები გქონდათ, რომელიცაც მუშაობდით, რაღაცა ხედვები გქონდათ, რომელიც დაწერაც გინდოდათ ან გადმოცემა, მაგრამ შეიცვალა სიტუაცია და შეგვიძლია თუ არა ვწეროთ არა პრობლემაზე, ანუ განყენებულ საკითხზე, აი ამ ვითარებამ რა შეცვალა და თქვენთვის როგორც მოქალაქეებისთვის დარჩა თუ არა ის სივრცე, სადაც შეგიძლიათ თავისუფალი იყოთ პოლიტიკური მოვლენებისგან და აი როგორ უყურებთ თქვენს როლს ამ პროცესებში, როგორც წერლები. ნებისმიერი თემით. ახლად გამოიცი წიგნი მე მგონი შენი კითხვა მე გამიმართლა ცხოვრებაში. მე თავიდანვე გადავწყვიტე რომ პოლიტიკურ ტრილოგიას წერდი და სწორად მივდიოდი მაგ ყველაფრისგან. და ეს მეოთხე წიგნი შემთხვევით ანაირად მიება, ხო, ნუ საშინელებები რო დაიწყო, მომიწია რომ მეოთხე წიგნიც იგივე თემაში და იგივე პრობლემების ირგვლივ დატრიალებული იყო, რასაც ზოგადად სამშობლო ქვია და ამ სამშობლოში მომხდარი და განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. მაგრამ მეორე მხრივ საერთოდ ვერ ხვდები როგორ შეიძლება 21 საუკუნეში ხელოვნებაში იყო რაღაცას ქმნიდე და ეს რაღაცა არ იყოს რაღაც ფორმით მაინც პოლიტიკური. ამას ვერანაირად ვერ გაიქცევ, ხო? ეხლა რასაც უყურებ ძალიან ბევრი მწერალი თანამედროვე როგორღაც ისევ ისტორიულ კომფორტში შეიყუჟა, მაგრამ აქ ისტორიულ კომფორტში შეყუჟვას როგორც თანამედროვეობაზე არ მაწერინოდა. სტალინზე დაგიწერდა იმის უკან წავალ, ესეც პოლიტიკურია, რა გინდა არ გინდა. ანუ შენ კი შეეცადე რომ აწმყოს გაქცეოდი, მაგრამ რასაც დაუბრუნდი და რასაც როგორც მაჩვენებ, მაინც პოლიტიკური ერეკლე მეორეზე რო წიგნი დაწერო, ეხლა იმ კონტექსტით რაშიც ვარ, სხვანაირ მნიშვნელობას იღებს, ვიდრე მიიღებდა 2 წლის წინ, ხო, როდესაც ერეკლე მეორე მოთმა დანებების და პრაგმატულობის სიმბოლოდ რაღაცად გამოიყვანეს. ეგ არ ვიცი, ჩემთვის გამორიცხულია, რომ რაღაც ხელოვნებაში იყო, რაღაცას აკეთებდე და ეს რაღაცა არ იყოს პოლიტიკური. მაგრამ ეგ არის პოლიტიკა ფართო გაგებით, ანუ მაგალითად სოციალურიც პოლიტიკური არის, პირობითად შეიძლება წერ გაჭირვებაზე, რაღაც სიღარიბეზე, ეს საკითხი არის ზოგადად პოლიტიკური და შენ შემოგაქვს ხო პოლიტიკური დებატის ნაწილად. კონკრეტულად დროით. ეს სხვა ან პოლიტიკა ბევრად უფრო კაფიო გახდა, რასაც ვეძახით, ხო, ეს არის. მან ლიტერატურა ვერასწრებს ეგრე იდეალურად პასუხს, იმიტომ რომ შენ წიგნის წერ დღეს არის 18 ოქტომბერი, ხო? 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერს რაღაცის წერას რო იწყებ, ეს ყველაზე იდეალურ შემთხვევაში შემდეგი წლის 16 ოქტომბერს შეიძლება რომ რაღაცნაირად პასუხი იყოს, თუ ეს არის რაღაც ბლოგი ან
სტატია ან რაღაცა ხომ ეს ლიტერატურა დიდად სწრაფად ვერ ეწევა მაგ ყველაფერს, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკა ხო, ჩემთვის არის ის, რამაც უკვე შემაცვლებინა, ჩემი დღის წესრიგი და უკვე შემაცვლებინა თემა, რაზეც მუშაობა მინდოდა და რაღაცა გადამიადგილა, იმიტომ რომ სხვანაირად დუმილი იქნებოდა ის სკოლის ბულინგზე წიგნის დაწერა და სკოლის ბულინგი, როდესაც ქუჩაში პოლიცია limabulingებს და მთავრობა მთელ ქვეყანას ჩემთვის იქნებოდა გაქცევა იმ რეალობიდან და ხომ მერჩივნა რომ ჯერ ამაზე მე მუშაობ და მე დაუბრუნებოდი თუ დაუბრუნდები კიდე იმ თემას. ხო, რა გითხრათ ახლა, საერთოდ რა არის მწერლობა, ხო, უნდა წერო იმაზე, რაც გაინტერესებს და რაც გვხვდება და რაც გეხება რა. მეორე საკითხი რომ ჯობია რომ კარგად წერო ვიდრე ცუდად და თუ გეხება ეს და გვხვდება ეს ამბავი, ვულთ ახლა ივას მართლა ვეთანხმები, მწერლობა არ არის ბლოგერობა რა. ამიტომ ბლოგერი ყოველთვის უფრო სწრაფად რეაგირებს ვიდრე მწერალი. იმასაც ამბობენ რომ მწერლობას დრო ჭირდება და დისტანცირება ჭირდება რომ რაღაცა ფასეული გამოიყვანოს. მე ხა ისე გამოვიდა რომანი რომელიც დავამთავრე ზაფხულში და გამოვა სულ რაღაც ერთ თვეში ამ ამბებზეა ოღონდ რაღაც უცნაური კუთხით, იმიტომ რომ ჩემთვის ნამდვილად არ იქნებოდა საინტერესო დამეწერა ცუდზე და კარგზე რა, რა კარგები ვართ ის ადამიანები რომლებიც ქუჩაში ვართ, რა ცუდი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემთვის როგორც ამოცანა საინტერესო, მე დავწერე რომანი კონფორმიზმზე და რაღაცნაირად იმის გარდა რომ წარსულში ბევრი რაღაცის ახსნა არის, რატო ვართ ისეთები როგორებიც ვართ, რატო ვართ ესეთი საზოგადოება, ხო? მაგრამ რაღაცნაირად გამომივიდა, რომ ოღონდ მეც იმას თქმის არ იყოს, მივყევი ამბებს და წერტილი დავსვი ან მოქმედება წყდება ამ წლის ივნისში, ზუსტად შემიძლია ვთქვი, რომ სატაცურის საკრეფად რაღაც წასული რა და ხო და ოღონდ ჩემთვის საინტერესო იყო ამ შემთხვევაში კონფორმიზმი და როგორც შენ თქვი ლევან ეს ამბები გავს ეს რაღაცა რეჟიმები ერთმანეთს და მე მახსოვს ის წიგნი რომელიც შთაგონება გახდა ჩემი და მაგას სულ ვიტყვი ჩილენის წერლის რობერტო ბოლანიოს პატარა რომანი ძალიან დიდი წიგნია მე ჩილეში რომელიც არის ინტელექტუალის დუმილზე და კონფორმიზმზე და ესო წავიკითხე ვიფიქრე რომ ჩვენთანაც ამხელა ეს არის ტრადიცია კონფორმიზმის რატო არა და მოდი ვცდი მეთქი და ნუ რა გამომივიდა ვნახოთ ზუსტად კითხულმა გადაწყვიტოს მაგრამ კი რა თქმა უნდა ეს რაღაცა ხდება ჩვენს თავს და მე პირადად ძალიან მეხება ყოველდღიურად. მეორე საკითხია, რომ ერთი მორალური დილემა ჩემთვის მაქვს რა, რომ მქონდა კი უფლება ამ ყველაფრისგან მხატვრული ტექსტი გამეკეთებინა და ესე ჩემი გაგებით კარგად და პერფექციონისტულად მემუშავა. ეგ უკვე ის იყო, რა ქვია, დილემაც იყო, მაგრამ ჩემი საშველიც იყო, იმიტომ რომ სანამ ამით ვიყავი დაკავებული ყოველი დღის პირველი ნახევარი უკეთ უზნობდი თავს ნამდვილად, ვიდრე მას მე რაც აგვისტოში მუშაობა დავამთავრე. დილემა რო დავაზუსტო, წარმოდგენა, თქვათ, დოკუმენტალისტი რო ფოტოს იღებს და ეს ფოტო რომ პოპულარული ხდება და ფოტოგრაფი პოპულარული ხდება, მაგრამ საშინელება აქვს გადაღებული დაახლოებით ეგ ის არის რომ არა, მაგიტომ არა, უბრალოდ აი მხატვრული ტექსტი ხო, როდესაც ვიღაცა ციხეშია ხო, ვიღაცა ნაცემია და შენ ამისგან აკეთებ მხატვრულ ტექსტს რა და ვფიქრდებოდი ხოლმე რა, რომ აი რანაირი ადამიანი ვარ მე, რომ აი ესე ცივი გონებით, იმიტომ რომ ეს წერა ხო არ არის რაღაცა სპონტანური რა, რაღაცა ჟანრის კანონებია და რაღაცა ენა, რომელსაც პოულობ წიგნისას ხო და ამას რომ მიყვები ყველაფერს რა. თან ეს წიგნი ძალიან სასაცილო გამომივიდა იმის გარდა რომ ძალიან შავგნელია. ხო, მაგრამ ამ მოცემულობებში მე მგონია რომ ეს ბრძოლის მეთოდი და ფუფუნება ნამდვილად არ არის გასაგებია შენი გრძნობები და ემოციები არ რჩეულ, მაგრამ დღეს შეუძლებელია მწერალი და ზოგადად ხელოვანი
იყოს აპოლიტიკური და მე ესე მკაცრი ვიქნებოდი და პირდაპირ ვიტყოდი, რომ ის, ვინც ამბობს, რომ აპოლიტიკურია და მისი ხელოვნება თუ მის შემოქმედება პოლიტიკური არ არის, ერთ მნიშვნელოვნად ჩემთვის ესეთი ადამიანი ეხლა ამ კონტექსტში არის უსინდისო, პირდაპირ ვიტყვი. იმიტომ რომ ზოგადად ყველა სიტუაციაში ხელოვნება და ლიტერატურა არის პოლიტიკური ჩემთვის, მით უმეტეს ეხლა. ამ მოცემულობებში და ჩვენ ხომ წერლის ეს ერთი იდენტობა ხო არ გვაქვს, ახლა ვინც აქვს ხედავთ, ვართ მოქალაქეებიც, ვართ არ ვიცი მშობელი, ძმა და ასე შემდეგ. და ძალიან გვეხება ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოშიც ხდება. შესაბამისად ვართ ესეც პოლიტიკური სხეულები ყველა მოცემულობით და შეუძლებელია ის, რასაც ვქმნით, იყოს რაღაცა გაკეთებული რაღაც ვაკუუმში, ან ცალკე სივრცეში, თუ რაღაც დაკეტილ სივრცეში, რომელსაც ეს პოლიტიკური რაღაც პოლიტიკური ქარიშხალი, ასე ვთქვათ, არ ეხება, ხო? იმ შემთხვევაშიც კი თუ მე პატარა სამ გვერდიან მოთხრობას დავწერ, არ ვიცი, იმიგრანტ ქალზე, სულაც რო არ შეეხოს თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც რაღაც თავის წერილს წერს, ვთქვათ, მეგობარს და მის ეს ტექსტი არაფერი არ შეიძლება იყოს ერთი შეხედვით რაღაც ამ ემიგრანტი ქალის გულის ტკივილის გარდა, ეს ტექსტიც კი ყველა ვარიანტში არის პოლიტიკური, იმიტომ რომ ეხება ემიგრაციას, ემიგრაცია არის პოლიტიკური, ეს რაღაცა წარმოშვა გარკვეულმა ტრანსფორმაციებმა, ტრანზიციებმა ოდესღაც ხო ჩვენს ქვეყანაში და ემიგრაცია ეხება ყველა ადამიანს ძალიან სიღრმისეულად ბევრი შრით. ამიტომ ემიგრაციაც და ყველა სხვა საკითხიც არის პოლიტიკური და შესაბამისად ყველაფერი იკვეთება, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან და ერთ რამეს ვიტყოდი ის აქვე როგორც ჩვენზე, როგორც მწერლებზე და როგორც მოქალაქეებზე, აი ივამ სწორად თქვა, რომ მწერლობას ძალიან სჭირდება ლიტერატურას ყოველ შემთხვევაში და არ სჭირდება, ხა პოეზიას იმდენად არა, მაგრამ პროზა სჭირდება, დისტანციაც სჭირდება, თავისთავად დროც სჭირდება, პროზა ესე მარტივად სწრაფად არ იწერება, დიდი შრომაა, დიდი ჩაფაა. ნამდვილად და ამ მოცემულობებში, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში მაინც ვართ ჩვენ ხო, ამ დისტანციის ფუფუნება, ამ რეფლექსიის ფუფუნება აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი რეაგირებ უბრალოდ და ჩვენი ეს ყოველდღიური, ჩვენი წერაც ძალიან კავშირშია წარმოსახვასთან, ხო, აი წარმოსახვასთან ურთიერთობა პრინციპში აღარ გაქვს, იმიტომ რომ ის რაც ხდება, ეს რაღაცა არნახული რეჟიმის პროპაგანდის ფონზე, ერთადერთი რაც გვიწევს ჩვენც ასევე ეს არის მით უმეტეს ჩვენ, როცა ვართ ყველაზე ახლოს სიტყვასთან, ხო, ეს მწერლები, ხო, ყველაზე სიტყვა ჩვენია, ასე ვთქვათ, ხო, ყველაზე მეტად ჩვენია, გვიწევს აი ამ სიმართლის დაცვა და იმხელა ენერგია, დრო და რესურსი მინდის ამ სიმართლის დაცვაზე, უბრალოდ წარმოსახვისთვის სივრცე და ენერგია აღარ გრჩება, ან თუ გრჩება ძალიან ცოტა და აი თითქოს ამ რაღაცა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ვტაცებთ ხელიდან ამ სიმართლისთვის ბრძოლას ვტაცებთ რაღაცნაირად დროს და რესურსებს იმისთვის, რომ ცოტა ხანი დავრჩათ ჩვენს წარმოსახვასთან, იმიტომ რომ შევქმნათ, ასე ვთქვათ, ლიტერატურა და ეს არის ძალიან რთული პროცესია, მაგრამ მე მგონია, რომ ვახერხებთ ახლა ივას წიგნი გამოვიდა, არჩილის წიგნი მალე გამოვა, ჩემი წიგნი არ ვიცი როდის გამოვა, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მწერლობა, ლიტერატურა, ზოგადად ხელოვნება დღეს საქართველოში ცოცხალია და ვიტყოდი ძალიანაც ცოცხალი. რაღაც დავამატებ, გზაში ვსაუბრობდით ამაზე, დრამატურგიული კონკურსის ჟიური ვარ და სადღაც 20-მდე ტექსტი არის შემოსული. ეს არის ტექსტები, რომლებიც აი ბოლო 6 თვეში ან 1 წლის წინ დაიწერა და ამ 20-დან 15 არის აი ამ მოვლენებზე. ან ყველას გქონდა რაღაც მცდელობა, რომ ყველამ სხვადასხვა კუთხით შეხედა, ყველამ სხვადასხვა კუთხით გაარჩია და დრამატურგია ძალიან გამოეხმაურა, იმიტომ რომ პრინციპში ამ პიესებს არ ჭირდება ტყდა, არ ჭირდება დიზაინი, არ ჭირდებათ დენი დამუშავება, მოკლე პიესებზეა თან 25 გვერდიანზე საუბარი, რამდენიც ლიტერატურას, იმიტომ რომ თამთამობს რომ არ ვიცი როდის გამოვა, თამთამ დღეს რო წერა დაიწყოს ისევ რა ერთი წელი შეიძლება დაჭირდეს ამ ყველაფერს. და ცოტა კიდე ასე რომ წავიდნენ, განუცნობია რომ ჩვენ აქ ვართ და ეს ჩვენი ტკივილია და ჩვენი პრობლემაა, მალტაზე ვიყავი 4 დღის წინ ფესტივალზე და
თემა იყო ეს ხელოვნება და აქტივიზმი, რომ ხელოვანი აქტივისტი უნდა იყოს თუ ხელოვნება უნდა იყოს აქტივისტური თუ რაღაც. აქ ჩვენ ყველანი რადიკალი აქტივისტები შევიკრიბეთ, რომელსაც არასდროს არ გვიფიქრია, რომ ანუ ეს ამ სიტყვას იმდენად ვერ ვაკავშირებ ჩემ თავთან, რომ მართლა რაღაცა რომ მე აქტივი ხო, მაგრამ ხო? არა ვარ აქტივისტი. არა ვითარ შემთხვევაში. არა, ნამდვილად არა. აქტივისტი მწერალი? არა, არც ახლა. შენ ლიტერატურა არის აქტივისტური. არა მგონია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დამაფიქრებელია რა და რაღაც კითხვების დამსმელია რა. ესენი რასაც გვიშვებიან, ჩემზეც არის ის, რომ ყველაფერი სხვა ხრება ამ აქტივისტის გარდა. და რაღაცა ერთი სიბრტყე. სხვანაირად მიჩემნია რომ აღწერო, იმიტომ რომ სინამდვილეში ეგ მაგათი ენა არის, მაგათი ტერმინოლოგია არის და აბსოლუტური სიცრუე არის. მაგას გონი არჩილს ეთანხმები. აქტივის მეძახის. ხო და ნახე რატო რა სინამდვილეში რაც მაგათმა გააკეთეს არის პირიქით რა, ანუ აქტივისტი არის სიტყვაზე მოქალაქე, რომელიც რაღაცა მიზეზის გამო მიდის პოლიტიკასთან რა და ამ შემთხვევაში როცა პოლიტიკამ ყველა სფეროს შეჭამა, უბრალოდ მივიდა ნორმალურ მოქალაქესთან და დღეს უკვე ნორმალურობა ნიშნავს აქტივიზმს. ანუ აი ეგეთი სიტუაცია გახდა, რომ უბრალოდ რომ შენ თანაუგზნობ მეგობარს და რაღაცა სტატუსს დაბადების დღეს მიულოცავ იმას, ვინც დღეს დევნაში არის, უკვე შეიძლება ვიღაცამ აქტივისტი დაგიძახოს, რომ იმისთან მეგობრობ. ხო და არ ვიცი რა ეს აქტივისტური ხელოვნება, არ ვიცი, რაღაცა ლიტერატურა ვერ არის ესეთი აქტივისტური ხელოვნება ყოველ შემთხვევაში რაღაცა აქტივისტური რომელიც ცოტა ტრანსპარენტული ხო ესეთი ნუ რაღაცა შეიძლება სამ ვიზუალურ არტში უფრო მეტად შეგეძლოს აქტივიზმი, მაგრამ ლიტერატურაში მართლა ხო იმას ხო ვერ დაწერე ხლა ბიძინა ივანიშვილს ხო არ დაწერე წიგს, რომელშიც ირაკლი ყობახიძე იქნება პერსონაჟი. არა, რატომაც არ დაწერე კაცო. აი, სავსე ეგეთი წიგნებით თქვათ ლათინური ამერიკის ლიტერატურა. ოღონდ მაინც დრო რო გადის მე იწერება რა. არა, ის მოვლენები რაც ახლა ხდება აუცილებლად აისახება ლიტერატურაში და არ არის აუცილებელი ერთ და ორ წელიწადში აისახოს. მე ადვილი რა სინამდვილეში ახლა ეგეც ამბობ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენი უახლოესი ისტორიისა არ ასახულა ლიტერატურაში, ჯერ არ შეფასებულა, ძალიან ბევრი, აი სუთიცე ჩამოსათვლელი ამბებია უახლესი ისტორიისა რა, რასაც არაერთხელ სხვადასხვა მწერალი მიუბრუნდა. მაგალითად 9 აპრილია ეგეთი. თვითმფრინავის ბიჭების ამბავია ეგეთი. ანუ ლიტერატურა ცოტა მოუფრთხილდა ხო რაღაც სიმართლეებს, ნაცნობობის და ამხანაგობის და მეგობრობის მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რაც მგონია რომ აი 90-იანებიდან ახლა აქამდე სადაც მოდივარ და რაღაცაც არის გავლილი და ეს გზარაში გამოგადგება მომავალში თამთარომობს ამაზე აუცილებლად დაიწერება, არის ის რომ 90-იან წლებამდე ქართულ ლიტერატურას არ ქონდა ტრადიცია რომ აწმყოზე ეწერა რა, სულ სადღაც გარბოდა და სულ სადღაც იმალებოდა და სულ სხვანაირ რაღაც იგავარაკული ხერხებით და შეფარვიცლობდა სათქმელის თქმას. ახლა ამის შესაძლებლობა არის. ამ წამს არის ყოველ შემთხვევაში და აი თუ ეს ცენზურა ბოლომდე ამუშავდა, მე შეიძლება კიდევ ვნახოთ ერთი ახალი ტალღა იმის რაღაცა. არა, მე არ ჩვთვად ბოლომდე ვერ გეთანხმები, იმიტომ რომ მგონია რომ მე მგონია გვახსოვდეს რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ სენატზე რა ვიცი მაქსიმუმ 4 მილიონი ადამიანი საუბრობს და აი ესეთ პატარა ქვეყანას რა ვიცი მილიონი არა, მაგრამ 100-ობით მწერალი კარგი მწერალს გულისხმობ ვერ ეყოლება ხო? და ვინც ვართ, ვინც რაღაცა კარგ სანსაშროლოდ კარგ ლიტერატურას ვქმნით, მე მგონი მეტნაკლებად მაინც მოვახერხეთ ყველა მნიშვნელოვან თემას მათ შორის უახლესი წარსულისას შევხვდებოდით. რაღაცები მართლა მომავლის საქმეა და მომავალი ავტორების საქმე, იმიტომ რომ არ ვიცი ხა მე 90-იანებში მაგალითად ვერასდროს ვერ დავწერ და რატო ვერ დავწერ, ხამას ვერ ახსნე ამის დრო ხა ამ წუთში არ გვაქვს, მაგრამ რაღაცა ტრამვები არის, რომელზეც ვერ რეფლექცირებ უბრალოდ და აი ივამ შვენივრად მოახერხა მაგალითად ამის გაკეთება და იცი რა არის ჩვენ მე დავუბრუნდი და ის ვქენი და თამთაც მაგას ამბობს რომ ამაზე შეიძლება სხვა თაობამ სულ სხვანაირად დაწეროს, იმიტომ რომ იმას ექნება რეფლექსია ზუსტად და ჩვენ გვაქვს ახლა ამაში ცხოვრობ და ეს ყველა ტკივილი იმდენად ხელშესახებია რომ შეიძლება მაგანაც რაღაც მხრივ ეს ობიექტურობა დიახ არ გჭირდება, მაგრამ ეს თვალი ცოტა დაგიგვარდა. ხო და იმ 30-იანი წლების რეპრესიის დროს ასეთ ყველა ჩვენი ძალიან კარგი მწერლები და ეს მართლა დიდი მწერლები რამაც შეიწირა, იმის მერე ქონდა ძალიან დიდი წყვეტა, ხო, ამ პერიოდში. ნუ რა ლიტერატურა იქნებოდა, ხა ცენზურის პირობებში, ხო, თავლიტის პირობებში რა ლიტერატურა იქნებოდა, რა შეიძლებოდა. ნუ 70-იან და 80-იან წლებიდან რაღაც გამონაკლისები კარგი ლიტერატურის შექმნის არსებობდა, ნუ დაიწყო კი როგორ არა. ნუ ჭილაძე ხო მეც მაგას გულისხმობ. მაგრამ ნუ
ანუ ძალიან დიდი წყვეტა იყო და ჩვენ პრინციპში აი 90-იან წლებიდან, თვად 90-იან წლებიდან მე არ დამიწყე, მაგრამ 2010-იანიდან რაღაც თითქოს თავიდან დავიწყეთ ყველაფერი, რაღაც ეს წყვეტა ზოგადად არის ძალიან ესეთი პროცესია, მათ შორის ეს ლიტერატურული წყვეტა, რომელიც ძალიან უკან გწევს, ხო? ეს რაღაცა ტოტალიტარიზმი, დიქტატურა არის ისეთი რაღაცა, რომლისგან გამოჯამრთელებისთვის ძალიან დიდი დრო გჭირდება. ეს 5 წელში ამისგან ვერ გამოჯამრთელდები. რაღაც ამას და წლები, ხო, დეკადები და რაღაცნაირად აი ამ არაფრიდან დავიწყეთ თითქოს, ნელ-ნელა დავიწყეთ ეს გამოჯამრთელება და მე მგონია რომ ხა მართლა ბოლო 10 წელიწადში, 5 წელიწადში მით უმეტეს ქართულ ლიტერატურაში რაღაცა მრავალხმიანობა, მრავალფეროვნება ნამდვილად არის, იმიტომ რომ ხა ჩვენ ყველა ვკითხულობთ, ხო? თემატური მრავალფეროვნება. ხო, თემატურიც, ხო, რაღაც სხვადასხვა პერსპექტივები, სხვადასხვა ხმები ისმის, ვკითხულობთ ჩვენ თანამედროვე ლიტერატურას და ვიცით, ანუ ფესტივალებზეც დავდივართ როგორც ავტორები, კარგად ვიცნობთ, თქოთ, ევროპულ ლიტერატურულ სცენას, როგორ ამბობენ, სივრცეს. ხო, ანუ მე ყოველ შემთხვევაში იქ ის განცდა არ მაქვს, რომ საქართველოს და ქართული ავტორები რაიმეცი ნაკლები ვართ პირიქით. მე ცოტა სხვა განცდა, ხო, ძალიან სხვა განცდა, ხო, აი ასე. კარგად წავიკითხე თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა და ესეთი თავხედი ვიქნა, იმიტომ რომ ჯობი ვართ ბევრად, აი ამას ვიქნა. მადლობა ამის მოსმენას. ცოტა გერმანულსაც ჯობი ვარ. ეს პატრიოტი არ გიეხლა, მართლა გეუბნები, ეს არა პატრიოტული რაღაცა, აი დამიჯერე შენი. არა, უბრალოდ ის რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და პატარა ქვეყნის კარგი მწერლები არ ჩანან. ბევრი მიზეზის გამო საერთაშორისო ასპარეზზე, ისე როგორც დიდი ქვეყნის საშუალოდ კარგი ან ცუდი მწერლები, ნუ ეს სხვა რაღაცა კონფიგურაცია და ძალაუფლებრივი გადანაწილების ბრალია, ხო? ანუ ერთს დავამატებ რა დავაზუსტებ, რომ ლიტერატურას როცა ვამბობ მე პირადად გულისხმობ წერლებს მარტო და პოეტებს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ გამომცემლებსაც, მთარგმნელებსაც, მენეჯერებსაც, კულტურის მენეჯერებსაც, რომლებიც ძალიან დიდი პროცესის ნაწილი არიან და მგონია რომ ძალიან ყოჩაღები ვართ, ძალიან წინააღმდეგობაში ვართ და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ამით სულ ვამაყობთ ხოლმე რაღაც ჩვენ ჯერ კიდევ სანამ დიდი წინააღმდეგობა დაიწყებოდა ჩვენ დავიწყეთ კი ეს წინააღმდეგობა და მე მგონია რომ შეიძლება ეხა ესე წერლობა ესე ექსპლიციტურად და ძალიან არ ჩანდეს პროტესტში, მაგრამ მგონია რომ ჩვენ ძალიან თანმიმდევრული ვართ დღემდე ამ პროტესტში და უბრალოდ წერალი ესეთი ვიზიბლ როგორ არის ესეთი ხილული ვერც იქნები შენი პროფესიის გამო, თქო თეატრისგან განსხვავებით ამ ყველა. რაღაც ის არის ხა ბრძანეთ ისე ვაკაკი ბაქრაძე მინდა გავიხსენოთ, რომ ალბათ ჩემთვის ყველაზე ესეთი საინტერესო ტექსტი არის ზუსტად ლიტერატურას რა უქნა საბჭოთა კავშირმა, ალბათ ყველაზე კარგად ტექსტი აღწერს, ხო, მწერლობის მოთვინიერება და ეს პარტიულობის პრინციპის შემოტანა, ანუ ეხლა რო ბრძანეთ, რომ რა მოხდა სინამდვილეში ამ რეპრესიების შედეგად და რა ტიპის ლიტერატურა მივიღეთ, ხო? და ძალიან კონკრეტული მაგალითებით ხედავთ, რომ ადამიანები ერთ დღეს ერთ წერენ, მერე ბელადი მოკდება, უწევთ ამის გადაწერა, სხვა ლექსის დაწერა, სხვა ნაწარმოების იქ რაღაც პერსონაჟს აკრობენ. კითხველიც კი ეგეთი შეშინებული არის, ხო? ახლა კარგად გქით, რომ მარტო ის არ არის, რომ მწერალი ის კითხველი არის და ის ენა არის, რომელიც ის იმყოფება, ხო? ხო და ეს მკითხველი, რომელიც მე მაქვს მაგალითად სახში სტალინზე გამოცემული წიგნი, სადაც ბერიას ყველა ხსენება შავად არის გაფერადებული, შალხიძე ვიპოვე და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მაგას აჩვენებს, როგორი შეშინებული იყო მკითხველი აქეთ ამ მხრიდან და იქით ავტორი, ხო? და ამ კომბინაციაში ხა მართლა მოლოდინი რომ მწერლობა რაღაცა თავის თავზე აიღებდა პოლიტიკურ გზავნილებს არ იყო, ხო? ამიტომ გარდა იმისა, რომ თქვა რაღაცა შეზღუდულ სივრცეში გიწევდათ, ხო, მწერლებს უწევდათ მოქმედება, პოლიტიკური და თემატური თვალსაზრისით კიდევ უფრო შეზღუდულები იყვნენ, ხო? ანუ მარტო ენობრივი შეზღუდვა კი არ იყო ქართული ენის მაგალითად, რო ცოტას ვესაუბრებით რა. არამედ იყო ის, რომ ის თემებიც კი განსაზღვრული იყო, რაზე და როგორ უნდა ვისაუბროთ, ხო, პოლიტიკურად. ეხლა ეს დღეს რასაც ვაწყდებით სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ეგ იმპულსი არის, ანუ ყველა რეჟიმს ერთ იგივე იმპულსი აქვს ხოლმე, რომ დაუქვემდებაროს და მით უმეტეს გამოცდილება გვაქვს. და ამ სიტუაციაში, ეხლა ჩემთვის ის იყო უცნაური ეს, ბევრი მწერალი და მკითხვის არ ვიცი, პოეტი არ ვიცი, მაგრამ ნაწილი ხალხის ვიცი რა, რომელიც დათანხმდნენ რეჟიმის შემოთავაზებას.
აი მაგ საკითხზე მაინტერესებს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ უკვე უნამსოები უწოდეთ უსინდესო. დიდი განსხვავება. მაგრამ აკაკი ბაქრაძეს რო ვკითხულობდი, იქ იყო ჩემთვის ისტორია. და ეხლა რასაც უყურებ, არის რეალობა და თქვენ ამ რეალობის ნაწილი ხართ და თქვენ კიდე სხვანაირად განიცდით, ხო? ანუ ადამიანს, რომელსაც ერთადაც რაღაც ფესტივალზე იყავით გუშინ წინ, რაღაც პრეცეგინის პრეზენტაციაზე ყოფილა თქვენთან და დიდი ხრამი ყოველთვის. ძალიან ემჩნევა და ამ სფეროში იქით ვინ წავიდა. როგორ აი ამ გახლეჩვას, რასაც გვავრალებენ, აი საზოგადოებაურად არის გაყოფილი, ცალსახარო ორი ფესტივალი გაჩნდა, ხო? რომელიც სხვადასხვა ხალხი მონაწილეობს, გამოცემლობები ზოგი რაღაცა პროექტში მონაწილეობს, ზოგი არ მონაწილეობს, დაფინანსებები, რომელსაც მთავრობა აქვეყნებს, ნაწილი კი აცხადებს, ნაწილი მწერალი თანხდება, ნაწილი არა. ეს როგორ აისახება ამ საერთო განწყობაზე მწერლობის შიგნით, რა, ანუ მანდ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ხედავთ მკითხველები აი ამ კონფლიქტს ან ასე ვთქვია, რა ვითარებას ყოველ შემთხვევაში და შეგვიძლია მაგაზე ვისაუბროთ. მე მგონი იცით როგორ არის. მე მგონი შეიძლება არ დამეთანხმო კოლეგები, ეს რაღაცა ერთობა ქართველი მწერლები არც ყოფილა არასოდეს რა. რაღაც მე მაგალითად დიდი მეგობრობა და ის ძალიან ბევრ მწერალთან არ მქონდა ვისთან მეგობრობ, ისეთ მეგობრებდი იმის გარდა რომ ადამიანად მომეწონებოდა, ანუ ეს წერო ახალ ლიტერატორმა ლიტერატურთან უნდა იმეგობროს. არასოდეს ეს ჩემთვის არ ყოფილა. ეხლა შორიდან რომ დავიწყოთ, იმიტომ რაღაც გამიჩნდა ლევან რომ გისმენდი, მე ხა აკაკი წიგნი არა მაქვს წაკითხული, მაგრამ სულამასთან წავიკითხეთ შესლავ მილოშის წიგნი მოთვინიერებული გონება, რომ პრაქტიკულად იგივეზეა რა. და არის დაწერილი და უბრალოდ მინდა ვახსენო და ყველას ურჩიო, იმიტომ რომ არის დაწერილი 51 წელს სულ 4 წლის გაქცეულია დასავლეთში და არის ძალიან გავს ეს ყველაფერი აქაურობას, თუმცა პოლონეთია და პოლონეთი რომელიც ისტორიულად რუსეთს ვერ იტანდა, ხო? და ვითომ სხვა რაღაცა უნდა ხდებოდეს იქ და რეჟიმი არის სულ დამყარებული 7 წლის რა და ამ კაცს თავის 4 კოლეგის მაგალითზე სახელებს არასახ ალფა, ბეტა, გამა და ეს დელტა ქვიათ, მაგრამ ყველა მიცის ვინ არიან, რომ რას უშვება ეს სისტემა მათ. რაზე წერდნენ, რას აკეთებდნენ, სად იწყებდნენ, სად ამთავრებენ და უაღრესად საინტერესო წიგნია. მე და ერთ-ერთი რომელსაც მორალისტს ეძახის, ხო? და ახალგაზრდობის ძმაკაცები არიან რა და სულ მორალისტი იყო ეს კაცი და მის წიგნებიც მორალისტური იყო და თავარი გმირი ყოველთვის მოდელი ყავდა, რომელიც როგორც რაღაცა სინდისის პოლონეთი კათოლიკური ქვეყანა და მე როგორ გადადის და პარტიული მუშაკი ხდება თავარი გმირი, ოღონდ ფაბულა არ იცვლება, ისიც რაღაც კრისტალური წმინდა ადამიანია და ეს არ არის თან აი ესე დამუნათების და იმითი, ეს არის რაღაც როგორც გამოშიგნა პროცესმა მარტო სევდა და ეს არის. ამიტომ მე საერთოდ არ ვარ ვიღაცების დამუნათებელი, მაგრამ ეს რაღაცა მაინც ეს არის საბჭოთა ინერცია რა. საერთოდაც ეს მწერლის განსაკუთრებული როლი საზოგადოებაში უფრო მგონია დამახასიათებელი იმ ქვეყნებისთვის, რომელიც დაპყრობილები კოლონიალური და მერე პოსტკოლონიალური, იმიტომ რომ იქ კიდე სხვა ის ენიჭებოდა, რომ ენა არ დაკარგულიყო ამის სადარაჯოზე, როცა ეს სულ მე-19 საუკუნე მარტო ჩვენთან კი არ ხდება, ეს ძალიან ბევრგან ხდება, ხო? და ეს ძიება ფესვების, იმიტომ რომ დაპყრობილი ხარის გაწვება ის ქტენის თავის კულტურას, ხო, უფრო დიდი ქვეყანა და ეს ადამიანები თავისთავად რაღაცა ძალიან დიდი საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდათ რა და იყვნენ კიდევაც მატარებელი და მისიონერები იყვნენ და მე მოდის ვიცვლება ეს ქვეყანა მოდის ეს მეორე სახეცვლილი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ქვია და რახან ეს იცის ეს ყველაფერი, რომ რამხელა ძალა აქვს, ხო, ის ცდილობს განეიტრალებას და ხშირად განადგურებას, ჩვენ რეპრესიებზე ვლაპარაკობთ და გვახსენებს, სხვაგან კიდევ უარესებია მოხდა, აი უკრაინაში მოკლეს ყველა უკრაინულენოვანი მწერალი, სულ ყველა ერთია დატოვეს ცოცხალი რა, მაგალითად. ხო და ამიტომ ეს რომ ეხლა ჩვენ როგორ საზოგადოება თუ რაღაცა რაც მივიღეთ, ხო? აღარ არის კომუნისტური წყობა, არის რაღაცა თავისუფალი ბაზარი. თავისუფალი ბაზარი თუ ველური კაპიტალიზმი თუ რაც ქვია და
მაგრამ ეს რაღაცა ჰომო სოვიეტიკუსებიც ამ იმაში აღმოჩნდნენ, ხო, ძალიან უცნაური ხალხია ეხლა ვინც ნომინალურად ქვეყნის სათავეშია, ხო და ამიტომ ეს მე ინერცია მგონია, რომ ისინიც რაღაცა ინერციით ანიჭებენ ამას მნიშვნელობას, იმიტომ რომ ჟღერს თითქოს ეს მე კიდე მგონია, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა მოგვანიჭეს ჩვენ რა და ძალიან სასაცილოა ხოლმე, რომ როცა ვიღაცა რაღაცას დააფიქსირებს თავის პოზიციას, იმაზე კი არ არის გარჩევა ის მართალია თუ მტყუანი რა, როცა გიტევენ, რომ რამ წერალი ეგ არის. ხო და ეს არის ძალიან სასაცილო რა, რამ წერალი ეგ არის. მე ვიღაცა უკეთესია, ვიღაცა უარესია და წერალი მე ვიცი ვაჟა ილია ეგეც ხო ძალიან ის არის, იმიტომ რომ აი რა გააკეთა იმ რეჟიმმა, ხო, საბჭოთა კავშირმა, ეს დიდი ადამიანები აქცია ხატებად, მაგრამ აქცია უსულო ხატებად. სკოლაში რო ეკიდა, ყველას თავისის ჰქონდა, როგორც რა ქვია, იკონოგრაფია, ხო? აკაკი ესე იყო, ილია ესე იყო შორიდან და თითქოს სული გამოაცალა და აფრიალებენ ხა სულ ყველაზე მეტად ცოდვარი ილია ჭავჭავაძე რა, რომელსაც დატოვეს ენა მამული სარწმუნოება, რაღაცა 1-2 ის და აფრიალებენ, სულიად სხვა მორალის და შეიძლება ამორალური. ყველაზე ცოდო ვაჟაბშაველა, იმიტომ რომ ამ სტუმარ მასპინძელს სად როგორ გადააკეთებენ და სად მოგადააკეთებენ, ხო, ნუ მოკლედ ბოდიში მაგალითად უცებ სწრაფი, ანუ როდესაც ერთი რუსი ის იყო წამყვანი იყო ჩამოსული, კვერცხები რო ესროლით, ანუ მაგაზე იყო რა ის თუმცა მას მეზის გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრს ჯარიმეს ის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან როგორც უნდა ისე ირიგებენ. მე მაგალითად როცა ვიღაცა ხედავ სიმპათიას, ხო, დაუმსახურებელს ხშირად, ხო? დაუმსახურებელს ზაზგულს ხო ვიცი, მე თვითონ არა ვარ ძალიან სოციალური ადამიანი და ძალიან ცოტა არ არის ბევრი ადამიანი ვინც მიყვარს რა და უფრო ცოტა ადამიანია ვინც მომწონს. და როცა რაღაც ბევრ ადამიანს უყვარხარ და ხშირად უყვარხარ იმის გამო, რაც არ ახარ. მაგალითად, იმიტომ რომ იგ ახარ და გონია რომ ჩვენ ყველაფერზე ერთი აზრი გვაქვს თუ რაღაცა, ხო? ეს ცოტა იმას მიშვება, რა ქვია. იცი, სხვა შორის ეს წიგნი რომ დავწერე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკლებ ხალხს ვეყვარ. აუ, შეიძლება კი, რა თქმა უნდა. დაუბრუნდა. მოკლედ მე მგონია რომ ხო რაღაცნაირად ორ ნაწილად გაიყო კი ეს ლიტერატურა, ნაწილი მწერლების და პოეტების თანამშრომლობს მოდი რეჟიმთან. პირდაპირ თქვათ და ჩემთვის პირადად იქიდან 2-3 სახელი ნამდვილად გულდასაწყვეტია. მაგრამ ჩემ ვინც თქვათ პროტესტში დავრჩით, მე მგონია ისინი ბევრად მეტნი ვართ და მგონია რომ ბევრად მეტი პოტენციალიც გვაქვს. შევქმნათ კარგი ლიტერატურა და ბევრად მრავალფეროვანი ნაწილი ვართ და ჩემთვის ის ადამიანები არიან რეჟიმთან თანამშრომლობის პარალელურად არიან ადამიანები, ვინც უკვე მსახურობენ ერთ სიმართლეს, იმიტომ რომ რეჟიმს ახლა კიდე ყოველ დღე ვხედავთ, ხო, სჭირდება ერთი სიმართლე და ანუ ამის სრული საწინააღმდეგოა ხელოვნება და ლიტერატურა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბევრი სიმართლის მთხრობელები, ხო, მაჩვენებლები, ბევრი სხვადასხვანაირი პერსპექტივის, ასე ვთქვათ, წარმომჩენები, ასე რომ ადამიანი, რომელიც ერთი სიმართლის მსახურია, ის ჩემთვის კარგ ლიტერატურას ნამდვილად ვეღარ შექმნის. კი, ზოგიერთმა მათგანმა შექმნა ოდესღაც არ ვიცი 20-30 წლის წინ კარგი პროზა და კარგი პოეზია, მაგრამ ისინი ჩემთვის ნამდვილად როგორც ერთი სიმართლის მსახურები და რეჟიმთან თანამშრომლები, ისინი კარგ ლიტერატურას ნამდვილად ვეღარ შექმნიან ჩემთვის როგორც მკითხველისთვის და მე მწერალთან ერთად რა თქმა უნდა ვარ ძალიან აქტიური მკითხველი, ხო ძალიან ისეთი დიდი იდენტობა. ხო, საერთოდ ეს რაღაცას ვიტყვი რა, რომ აი ამ კონკრეტულ რეჟიმს რო თავი დავანებოთ. მე მგონი დამეთანხმებით წერლისთვის ნებისმიერ ხელისუფლებასთან ზემაკაცობა არის დამღუპული აბსოლუტურად დამღუპული როგორ შეიძლება რომ იყო მეგობარი ხელისუფლების როცა შენი საქმე სულ სხვა რამეა საერთოდ რა კი შეიძლება რომ ბავშვობის შენი ძმაკაც გახდეს დეპუტატი ხო და რაღაცა დაკარგო ხო რაღაც ამ იმას არ გულისხმობ დღევანდელ პარლამენტს რა მაგრამ საშინელება
ესენი სხვა შორის ისეთი ხალხი დარჩა, რომ მართლა საერთო არაფერი ადრე ამბავიც კი აღარ გამოდის იქიდან რა. თვითონ ეს მაინტერესებს გარედან რა როგორც ჩანს, ანუ პასუხისმგებლობის საკითხი რა, უფრო გაშლილად, უფრო გაფიოთარ პრინციპში ვისაუბრეთ, რომ მოქალაქე ხარ, მაგრამ მათ შემდგომ თქვა, რომ თლათ ეს კომფორტი არ ამოქვს რა, ვიღაცებს რო გონიათ, რომ ძალიან კარგად მიცნობენ, ხო, მაგრამ წერალი მე ესე უყურებ, ხო, რომ რასაკეთებ, რაღაცა ხსნი სამყაროს რაღაცა ხედავს. სხვა შეიძლება მკითხველებს არ გულისხმობ რა, იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანი გიცნობს უბრალოდ რომ ხარ წერალი, ყველაზე მეტი მიცნობს, იმიტომ რომ გორგილაძესთან რაღაცა ანეკდოტი მოვყევი და სადაც არ მივალ. ესე იგი თუ შეიძლება იქნება ეხაც რომ არა. იარ ხოდა მოკლედ ხოდა იმიტომ რომ პრინციპში ადამიანები სასწაულკეთილ მდგომარეობაში იმყოფებიან რა და როცა ხედავენ ვიღაცას რომ იქ მივიდა ძალიან უხარიათ და მე უნდა რომ ყველაფერში მათნაირად ფიქრობდეს და მე კიდე მჯერა რომ ეს პროტესტი არ არის ერთნაირი ადამიანების პროტესტი რა პირიქით ჩვენ რაღაცა საერთოდ ადამიანის თავარი ბრძოლა ხო მის შიგნით არის ხო და რაღაცა მიგვიყვანა და რაღაცა მიქ დაგვოყენა და ყველა ჩვენით მივედით იქ ინდივიდუალურად კი უნდათ რომ ესე წარმოაჩინო რაღაც deep state მოგისყიდა და ამიტომ ხო ეს დისკომფორტი მაქვს კი მაგრამ შეკითხვა რა იყო აღარ შეკითხვა ანუ აი ეს გაუგებრობა მინდა რა რომ ავხსნათ რა წესიათ რომ მე როგორ უყურებ და მგონი არ ვთანხმდებით რა მაგაში მაგრამ რაღაცა სამყარო დაინახე და გაქვს პრეტენზია პოზიტიური გაგებით, ანუ არა ცუდი პრეტენზია, ანუ ამბიცია რაღაცა, რომ მე ჩემი ეს ხედვა, ან უბრალოდ ისა გაქვს რა, კომპულსია, რომ უბრალოდ გადმოიტანო გარეთ, ანუ ვერ ჩერდები, უნდა რაღაცა თქვა, ხო? ეძებ თუ არა მსმენელს ამ კითხველს, მაგაზე არ არის რა, გინდა არ გინდა, როცა საჯაროდ განცხადებას აკეთებ, ის კითხველი იქნება. და იმის მიხედვით ალბათ მაინც რაოდენობაში რო გავზომოთ, რამდენი თქვა წიგნი გაიყიდა, ნიშნავს რომ რამდენად რაღაცა პუბლიკამ აი დაინახა, გაითავისა შენი ხედვა, ხო? ეს ნიშნავს რომ ვიღაც ადამიანები რომელსაც ეგუნარი არა აქვთ რომ სამყარო აღწერონ, ხო, რაღაცა პერსპექტივიდან, იმათმა შენ აღწერაში დაინახეს თავისი აღწერა რაღაცნაირად. და ეს უკვე ნიშნავს რომ ისინი შენთან აიგივებენ თავს, ანუ ისინი ძმაკაცობენ და მეგობრობენ შენთან, იმიტომ რომ ამბობენ რომ აი ზუსტ ნახეთ რომ ნებისმიერ წიგნი რაც გამიხაზავს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ასე, აი მას ვაწერ გვერდზე ზუსტად ხო ჩახტურავ, ხო? და ამიტომ ის რომ თქვა წერალი ამბობს მე ჩემთვის კი ვწერ, მაგრამ აი რაღაცას ვწერ, მაგრამ მე ნუ მთხოვთ სხვა რაღაცას გავაკეთო განცხადება, აღქმა იმის რომ მკითხველი შენში ხედავს საკუთარ თავს, ძალიან ბუნებრივი რამ მგონია და შესაბამისად მე რომ მოგთხოვოს რომ სადაც მე მიჭირს პარემიკად შემაწიე ხმა, ან ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით მითხარი რამე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ერთი არის არჩილი ივა, თქვა სიტყვაზე, მაგრამ ჩვენ მისი მკითხველი ბევრნი ვართ და ამიტომ აი ამ ჩვენ გჭირდება ამ ხმის გაგონება, იმიტომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. იმიტომ რომ თქვენ მოახერხეთ ბევრ ადამიანზე გასვლა, მე ამას ვერ ვახერხებ და ეხლა გთხოვ რომ გახვიდე ისევ ამ ბევრ ადამიანზე რა, რაღაცნაირად ეგეთი პასუხისმგებლობა მგონია, ხო და არ ვიცი ეს პასუხისმგებლობა ტვირთია თუ მოვალეობაც არის, ხო და მოვალეობა არ არის, ანუ იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია რომ ცოტა მოვალეობაც არის. სადაც მოვალეობა არის. ყველა სფეროს იგივე ხა ფეხბურთელსაც იმას ყველაზე იგივე რაღაცას გულისხმობ რაზე იმასია ხო და აი თუ მოვალეობა ამ მოვალეობას როგორ ვათავსებთ თქვათ იმასთან რომ დისკომფორტს განვიცდი ანუ თან მოვალეობა თუ არის მაშინ როგორ ვირიდებ ამისგან თავს ან როგორ ვუარობ ამას ან როგორ არ მივდივარ თქვათ ტელევიზიაში ან თქვათ როგორ არ ვწერ მოვალეობა მე ვერ დავარქმევ ამას ისევ კიდე ერთხელ ვამბობ რა ისევ სხვადასხვა საზოგადოებაში მწერალს აქვს სხვადასხვა როლი რა აი იმ ყველაფრიდან გამომდინარე, მე მგონი ჩემი მოგზალებული აზრით, რაც მე ვილაპარაკე წერდის როლზე თუ ადგილზე, რომელიც მიჩენილი აქვს, აი ჩვენს გავს საზოგადოებაში, ხა დასავლეთ ევროპაში არ ამგონია არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ აი ამ ხელა ის კონდეს მწერალს რა.
ეკისრებოდეს და ხედავდნენ მის მოვალეობას, რომ აი აზრი რატო არ მგონია. თუმცა სალირუნის პასუხისგან დაკავშირებით შეიძლება ვცდები, არა, მოვალეობა სწორედ არასწორი სიტყვა მგონია, ეს ყველაფერი მოვალეობა ვინ უნდა დამაკისროს, ხო, ერთ-ერთი მოვალეობა შეიძლება დავაკისროს საკუთარ თავს, ხო, ეს ხო არსებობს სიტყვა სინდისი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე პატარა ღმერთს ეძახდა, ხო? და არის კიდე რაღაცა, რომ ჩემთვის პირადად, ხო, აი დამიჯერე ლევან, რომ ძალიან ეხლა კი ვარა ხოლმე ამ ტელევიზორში და იმაში ძალიან დიდი დისკომფორტია ჩემთვის, მართლა არ მიყვარდა არასოდეს, ლაპარაკიც არ შემეძლო, ეხლა არ მგონია ჩემი თავი საუკეთესო. მოგებია იმდენი მომიწია რომ რაღაც ცოტა ვისწავლე აზრის დალაგება, მაგრამ ეს ჩემი ის იყო რა, ჩემთვის თავარი იყო, არის ხოლმე რომ აი რაღაცა უბრალოდ სირცხვილია რა, რომ არ ვთქვა. მე მგონია რომ ცოტა შენი ტექსტების უნდა გაამართლო, რომ მოვალეობა კი არ არის, რომ ამას თუ წერ, თუ ამაც ყოში ცხოვრობ, ამაც ყოზე წერ, რანაირად შემიძლია ვიყო ჩუმად უსამართლობაზე ან ნებისმიერ მოვლენაზე რაც ხდება, ხო? ხო, მაგალითად რაც მომყავდა, რომ დასავლურ იმაში კულტურაშიც არ არის ეგრე რა, სალირუნი მღაზაზე განცხადება რო გააკეთა, ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ინგლისში და შეიძლება ძალიან ბევრი მკითხველის დაკარგა და ძალიან უცნაურ მაგალითს მოვიყვან, არ ვიცი რამდენად იმაშია კავშირში ახლა ამ ყველაფერთან, მაგრამ ამოიჭრება თავისუფლად. ხო, ანუ სალირუნი ძალიან ბევრი მკითხველიც დაკარგა და ძალიან სხვანაირადაც დაინახეს ვიღაცამ, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება იყო პოპულარული წიგნების ავტორი და უცებ ამხელა პოლიტიკური რაღაცა რო განაცხადა, ვიღაცებმა სულ სხვა მნიშვნელობით შეხედეს ამ წერილს. მაიკლ ჯორდანი იყო, ან კალად ბურთის ყველაფერი, ხო? და მაიკლ ჯორდანს აქვს ესეთი ფრაზა ნათქვამი, რომელიღაც რესპუბლიკელმა სენატორმა თუ რაღაცა საშინელება გააკეთა, საშინელება ილაპარაკა შავკანიან კონკურენტზე, პოლიტიკურ კონტექსტს როგორ ურევს, შეიძლება მოყოლოდ მოკლედ ეს რაღაც რასისტულ რაღაცასთან ქონდა საქმე და მაიკლ ჯორდანს როგორც შავკანიან სპორტსმენს უთხრეს, რომ ამაზე შენ ხმა უნდა ამოიღო და მისი პასუხი, რომ ჩემს ბოტასებს რესპუბლიკელების ყიდულობენ, დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აი რაღაცა ყაველაშვილ პასუხად, იმიტომ რომ ეს არის ყველანაირი სოციალური პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. ვიჯდე წერო პერესტროიკიდან 2020 წლამდე და წერო წინამთავრობაზე და დაუშვათ საბჭოთა კავშირზე და არ შემეძლოს რომ დღევანდელ შემთავრობაზე კომენტარი გავაკეთო, დისკომფორტია რა თქმა უნდა, მირჩევნია რომ ლიტერატურით უპასუხო ან რაღაც უპასუხო, მაგრამ ანუ ჩემ წიგნსაც ვღალატობ და ეხლა ბანალურად გაჟღერდება და მკითხველსაც ვღალატობ, რომელიც იმედო გამო. ჩემ თავს გულისხმობ, რომ მე თუ ტექსტებს ამაზე ვწერ და მე ესე არ ვცხოვრობ. ხო, სინამდვილეში წერაში კიდევ ერთხელ წერა შეიძლება ყველაფერი. მე მართლა მგონია, რომ ჩვენი დღევანდელობა ძალიან დიდწილად განსაზღვრულია ჩვენი წარსულით რა. ამიტომ აი იმ სტალინურ რეპრესიებზე ძალიან მნიშვნელოვანია წერა. თუნდაც აი მაგალითს მოვიყვან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვეძახიან, აი ესე კომენტარში საკუთარ თავზე ვნახე რა, მავნებელი. ვერც კი ხვდებიან, რომ იმეორებენ იმ ლექსიკას იმ წლებისას რა, რომელიც აი თურმე ესე ძალიან გამჯდარია რა. ხო, მაგრამ მე მაინც გარემოზე წავიდოდი აქან, თუ რამის ბრალეულობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეხლა ამასთანავ მაგალითად ერთ-ერთი წამყვანი ამბობდა, რომ ეს კანონებიო რომ ძიმდებაო, აი ხო ცოტა ავტორიტარიზმი ხდებაო რა სინამდვილეში, მაგრამ ესო ხო ეგენი აკეთებ, ანუ ჩვენ რა აქცია, რუსთაველის აქცია აკეთებსო და არ ფიქრობენო საკუთარ შვილებზეო, რომ ეხლა რო ცუდად იქცევიან და ავტორიტარიზმი რომ ყარდებაო, თავის შვილები ავტორიტარებში იცხოვრებენ, ანუ ადამიანის ბრალი ყოფილა, რომელიც ამოს რო ქუჩის გადაკეტო, ჩემი კონსტიტუციური უფლება და დამაყენე იქ და ნუ მაჯარიმებ უაზროდ. ეგ ყოფილა მიზეზი, რის გამოც თურმე ავტორიტარიზმი გამყარდა. ხო, ეგრე ყველაფრის შეტრიალება შეიძლება. გარემო ამ თვალს აი რატო შეიძლება სასტიკი გახდე? ანუ ჩვენ ადრე პირობითად იყო, რომ მე სამყაროში ეს არ მომწონს, რაღაცა ქალთა უფლებები არ არის სწორად დაცული და მოდი აქცია ჩავატარო და აქციას ჩავატარეთ მარში. და ვიღაც შეიძლება უთხრა, მიიღებ მონაწილეობას, აი წერალი ხარ ხალხი გისმენს, არა არ მიიღებ, კი ბატონო, ბოდიში გავიარეთ რა. ეხლა აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება მოუკვდეთ რა, ანუ აგერ კინაღამ დაგხოცეს არაერთ გზის, ხო, უბრალოდ ხალხი გადარჩა და ამ სიკვდილ სიცოცხლის პროცესში შველას ვიტყვი, ეს უკვე აღარ არის დახმარება იმისთვის, რომ რაღაცა თემა გავხადოთ ცნობილი. აქ არის საუბარი, რომ მიშველი რა, იმიტომ რომ მარტო ვერ გავხდი ვერაფერს, ხო? იმიტომ რომ არავინ არ მიცნობს, გავლენა არ მაქვს და ესე მიგდებული ვარ რაღაცნაირად. მთავრობა ვინც უნდა მიცავდეს, თვითონ არის ის ვინც მცემს.
სახალხო დამცველი ვინც უნდა მიცავდეს, თვითონ არის ვინც იმას რა ქვია, პოლიციელებს უსაფრთხოებაზე განცხადებებს აკეთებს. თუ არა სამთავრობოს ვინმეს როდესმე უნდა დავეცავი, ყველა აკრძალული არის მედია საშუალებას, სამი ჟურნალისტი დარჩა სრულად მარტო დავრჩი რა. და აი ამ სიმარტოვეში მე არ მგონია რომ უბრალოდ სამართლიანი იყოს რომ აი ნუ ბრაზდები ან ნუ მწარდები ანუ კი მე აბსოლუტურად მესმის რომ უნდა შევინარჩუნოთ რომ აი მართლა არ გავგიჟდეთ და უნდა ეს ადამიანობა ჩვენში არ დავყაროთ მე არ ვამბობ რომ ეს ჩვენი ბრალია მე ეს მაგრამ რა ვქნა რომ მაშინებს კი ხო არ გასაგებია იმიტომ რომ ამას ხედავ თვალნათლით და ესეა ყოველთვის ესე იყო რა იმიტომ რომ როცა ასეთ ამბავში ხარ და რაც უფრო მეტად ჩართული ხარ, უფრო მეტად წარდები, უფრო მეტად გამწარებს გულგრილობა ვიღაც, უფრო მეტად წარდები შენ ახლობელზე, რომელსაც არ შეუმჩნევია, ხო, არაფერი არ გაუგია, ან გადაწყვეტილი აქვს რომ არ გაიგოს, ხო, ან გადაწყვეტი ეს ყველაფერი ის არის. ადამიანის სამწუხაროდ ესეა მოწყობილი რა, თურმე რომ ყველა ირჩევს იმას, იმ ნარატივს თუნდაც, რასაც სიმართლეს არქმევს პირობითად, ხო, რაღაცას ირჩევს და თორე ძალიან ადვილია, ახლა რომ მოინდომო, რომ არ შეიმჩნიო, ან არ მიიღო მონაწილეობა, 10 მაგალითს ახლა 10 საბუთს ახლა გავასახელებ თუ გინდათ რატო არ მივიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას უბრალოდ სისტემის თელი სიმახინჯე ის არის რომ აი ამ ადამიანებს რომლებიც ამ თამაში რაღაცნაირად გაყვნენ უფრო და უფრო ბევრ ცუდ რაღაცაზე უწევთ ხელის მოწერა და ბევრ ცუდ რაღაცაზე გაჩუმება იმიტომ რომ ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს რა ეს ყველაფერი არ ვიცი თქვენთვის როდის დაიწყო აი ესე ხილულად მაგრამ ჩემთვის ეს დღე მახსოვს როცა უკრაინაში ფართო მასშტაბიანი შეჭრა მოხდა, ღარიბაშვილი გამოვიდა და რაღაც უცებ ატრიალდა ყველაფერი. ხო, უცებ სხვა რაღაცების სამ დღეში წააგებენ. ხო, ლაპარაკი და არა მარტო, ხო. და აი იმის მერე ძალიან ბევრი ადამიანი, რაც 3 წელიწადზე მეტი 4 წელი გადის უკვე, ხო? რო გეთქვა, რომ შენ 3 წელიწადში აი ამების გაправება მოგიწევს, არ დაგიჯერებდა. რომ აქამდე მივიდოდა ხელისუფლებაც და მივიდოდა თვითონაც რა. ხო და ახლა მე ვის არის ცოდვაბრალია ხოლმე რა, რაც ხდება იმ ადამიანების თავს ვინც მაგალითად ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული რესურსია. მე ვამბობ, რომ რეჟიმის თავარი ტყვეები არიან მათი მხარდამჭერები. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად უარეს დღეში არიან სინამდვილეში, რა მორალურად რომ ავიღოთ ზოგი გზნობს ამას, ზოგი შეიძლება უკვე ვეღარ გზნობს, მაგრამ ნამდვილად ბევრად უფრო ისინი არიან რა, საწყლები. რასაც ცოტა რომანტიკული ხედვა რა და პრაქტიკულად პრაქტიკაში საქმე ეგრეა, რომ სასამართლოში ჯარიმა მე მაქვს გასაჩივრებული და ორშაბათიდან შეიძლება მე დამეჭირო. ესეა რომ ღირსეული ადამიანები ანდრო ჯიჯინაძე, ამავლობელი ზვიადრატიანის ხედან ციხეში კიდე სხვები კი ბატონო ეგ არის პრაქტიკა. ისინი არ არიან საცოდავები რა. არა, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები. მაგრამ ამ საცოდავად საკუთარი თავის აღქმას ეგ ჭირდება რა მორალი რაც თქვინა ზოგს უკვე ესე დაბლოგვებული აქვს რომ რა ჭაობში როგორ უფრო და უფრო ეფლობა ამის აღქმის და ობიექტურად შეფასების უნარი აქვს დაკარგული. იქნება რაღაც გზაში საუბრობდით მაგაზე, რომ საბჭოთა კავშირში რაღაცნაირად ეს აგარაკები და რაღაცები რაც იყო, ამის ეკვივალენტი რა არის? დღეს ამასაც ვერ ხვდები რა. ვინ რას იღებს სისტემისგან? ნუ კაც როგორ არის? არა, ჩვენ სფეროში ვამბობთ, თორე ახლა კოლ-ცენტრები ვისაც აქვს და მშენებლობები და რაღაცები ისინი გასაგებერას იღებენ, მაგრამ აი ახლა ამ სფეროში რო ხარ, რომ მუშაობ, რომ გეტყვი კაცო, ეგ ერთ-ერთი სტატია არის, აი 37-36 წლის მგონი აი რაღაც მაგ პერიოდი არის უკვე პავლო იაშვილი და ეგენი გამოცხადებულები არიან მტრებად, ოღონდ აი ძალიან იკრება ყულფი, აი მოკლედ რა და ერთ-ერთი სტატია არის, რამდენიმე ავტორი ყავს და წერენ რომ მიმართავენ პოლიტბიუროს და მწერალთა სახლს და ეუბნებიან რომ ვერ გავიგეთ ხა ჩვენ გავიმარჯვეთ და ეგენი წერენ და ჩვენი ლექსები რატო არ არის დაბეჭდილი და ვიღაცა შეკრული ხალხი, ოღონდ ჯერ ჭორებით იმაშები, ან ბრალდებას არ აყენებენ, მაგრამ აი ჭორებით, ხო ვიცით ხა იქ რა ხალხი არის სინამდვილეში და აზრიან და ხვდები რომ ეგ ხალხი არ ვიცით ვინ არიან, მაგათ არც ის დაჩები არ მიიღეს რა, მაგრამ რაც შეეძლოთ ამ ჩვენი ინტელიგენციის სიკვდილის შემდეგ მიეღოთ, არის დაბეჭდილი ლექსი სიტყვაზე რა. აი ეს პატარა აღიარების რაღაცა ელემენტი, პატარა სივრცე, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ხალხს ვსაუბრობთ, აი რომელსაც მოჭრილად აქვს ის
ბედნიერება რა გაზომვადი რო აქვს რა კვადრატულ მეტრებში. არ მოვყვები მაგაში, რომ პრემია მუზა არის ვიღაცისთვის ეკვივალენტი იმის აღიარების, ხო? არა, არ მივიდოდი მაგამდე. არ მგონია, რომ ვიღაცას უნდოდეს ამ წამს იბეჭდებოდეს პატარა ჯიბის გამომცემლობაში და არ უნდოდეს სულაკაურში, ინტელექტში და პალიტრაში და ბავშვი, იმიტომ რომ მთელი მისი ცხოვრება ის უყურებდა, რომ ეს იყო წარმატების სიმბოლო თუ რაღაცა, რომ აი ეს რაღაც გამომცემლობები და ეხლა რომ იბეჭდები, არ ვიცი, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობაში, რომელიც არ ვიცი როგორ ფუნქციონირებს და რას მუშაობს, გარდა იმისა, რომ თქეთი დუმბაძე ალბათ რაღაც გრანტებს, სახელმწიფო გრანტებით აფინანსებს, არ მგონია, რომ ეკვივალენტი იყოს იმ წერლისთვის, პოეტისთვის თუ მთარგმნელისთვის ეს გამომცემლობა სულაკაურის და ინტელექტის და პალიტრას. მაგას ვერ ხვდები, რომ იმ დაფასებას, რაც უნდა რომ მიიღოს, მაინც ვერ იღებს და იღებს რაღაცა მაქვს მაგაზე პასუხი, მაგრამ მე არ მაქვს პასუხი, არ ვიცი. რა შეიძლება ტრიალებდეს ამ ადამიანს. რა თქმა უნდა, შეიძლება რთული გამოსაცნობი არის ეგ, მაგრამ შენ თუ რაც გვიქნეს, მაგით შეგიძლია გაზომო რა, რომ ამათი მოკლა და დახოცვა ამ ჩვენი წერლების და ინტელექტუალების მარტო იმას არ ემსახურებოდა, რომ ადგილი გამოთავისუფლოთ რა. ზუსტად მაგას ემსახურებოდა, რომ სანამ თქვა მიხეილ ჯავახიშვილი არის, როგორც ისა, ხო? ვინმე ბესარიონი, რასაც არ დაწერს და სურო პარტია მიცეს ჯილდო, ეცოდინება, რომ მიხეილ ჯავახიშვილი არის. მაშინ აქ ვიღაცები უნდა დახოცვა. დახოცვა არა, ნახ მაგალითად ისე გაამარგინალიზირო, რომ თქვა, რომ ეს ვიღაცები არიან რა, ანუ ეს წერლები არა ბოიკოტში, პოზიციონაში ნამდვილი წერილი არ იქნება, საერთოდ რა აქვს დაწერილი. ანუ ეს ბევრჯერ იმეორო და შემდეგ იღებს სიტუაციას, სადაც აი მაგათი ბანკეტი არის თლიანად, თვითონ შედიან, არც ერთი არ იქნება, ვინც ამ ხელს, ოღონდ ამ ხელს იმიტომ რომ აი შენ რაც უდი ადამიანი ხარ, მისი ყოფნით ამ ხელს რა. და აი სურათებს ხო უყურებ ხოლმე რა წერილთა სახში გადაღებულს, იქ ხედავ რაღაც ტიპის იდილიას ხედავ რა. ოღონდ ეგ იდილია უმალ დაირღვევა, თქვენ სამი თუ შეხვალთ იმ დარბაზში რა. იმიტომ რომ იქ სხვა რაღაცა გამოჩნდება, უთქმელად გამოჩნდება და ამიტომ მგონია რომ ეგ სივრცეში არის შესაძლებელი შეიქმნა რა. თუ ყველაფერ დანარჩენს გააკრობ რა, დაგჭება ეგ არის რეალობა რა და მორჩა. და ამიტომ თუ გააკრობ ყველა ამ წერალს, თუ რაღაცა ტიპის იმას დააწესებ ჯილდოს, თუ ამ ჯილდოზე ხალხს მიიყვან ადმინისტრაციულ რესურსს დასვავ და იქნება 1000 კაცი, ადრე არსებული 50 კაცი. ბატონო, ეს ხო ვიცი რომ ხო და ადამიანს აქვს უნარი რომ ეს რაც იცის რომ ტყუილია, გადათარგმნოს როგორც სიმართლეა. აი გაუკეთებიათ რა და მაგიტო რა. სისტემა აი ხება ბოლო წიგს რო წერდი, მართლა ისეთები ხდება გარშემო და ისეთები მესმის, რომ პერსონაჟები პირდაპირ წიგში მიხდება. ხო, მაგაზე საუბრობ. თუმცა რა თქმა უნდა ვიგონებდი რაღაცას, მაგრამ ესე ქუჩაში მივდიოდი, პირველად ხონდა ცხოვრებაში, ან რაღაცას მოვუყურე და აი ესე ხტებოდნენ წიგში პირდაპირ. ეს კაცი, ვერაფერს ვერ უშევ. არა, არც მეკითხები, მე არ ვარჩევდი რა. აუ, კიდე აი ოდნავ დასაწყისში გადავალ, რომ მაგაზე ვფიქრობდი სხვათა შორის კოვიდის პერიოდში, ოღონდ დასაწყისში რო გვეგონა, რომ მე მეგონა ყოველ შემთხვევაში რაღაც ჩემში ფოთებს აუყევი შეიძლება, რომ საერთოდ სადმიდი სამყარო და რანაირად შეიძლება რომ სამყარო ესეთი დრამატული იყოს და შენ ამასთან ლიტერატურით შეხვიდე იმაში კონკურენციაში, ხო? ანუ რაც არ უნდა დაწერო, მგონია რომ სამყარო უფრო ძაფრი არის ამ შემთხვევაში და მაგალითად საერთოდ გადავწყვიტე რომ ისეთ წიგნები უნდა დაწერო ადამიანმა, რომ მეტრო რო გაიხსნება ვარკეთილიდან ახმეტელამდე წაიგეთქო რა, ეს იყო მთელი ჩემი კონცეფცია. ეხლაც რადგან ვლაპარაკობთ, ეს რო ცოტა ნელი პროცესია და რაღაც დღეს ესეთი საფრთხე არსებობს, რომ შენ შეიძლება დღეს აი ყველაზე დრამატული რაც არის, ხო? მაგალითად დღეს მიიღეს კანონირო 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გზის გადაკეტვაზე და მე ერთწლიანი. დღეს შეიძლება ამაზე დაწერო რაღაცა ნოველა. და ეს წიგნი რო გამოვა, უკვე იმდენად არ აქტუალური იყოს, იმიტომ რომ მაგ დროს ვუტრირებ რა თქმა უნდა ხალხს ხრედნენ, რომ აი ეს ისიც აქვს რა ლიტერატურას, აი ოდნავ მოუქნელობა. და მეორე რაც მინდოდა რომ რაღაცნაირად მიმება და უშუალოდ აი ცენზურაზე მივალთო თუ რაღაცა რომ მოვდი იქნებ ახლა აქედან წავიდეთ რომ მიდიხარ აი ბელორუსიის და რუსეთის მაგალითზე ვფიქრობ და სხვათა შორის უკრაინელი წერლების მაგალითზე ვფიქრობ წერალი რომ გადის სამშობლოდან და მისი ხედვა როგორ იწყება, რომ ის კი არ უნდა ვიღაცას რომ სამხრეთული სპილო დაუწერო, უნდა დაუწერო, რომ სამშობლო რატო დატოვე, როგორ დატოვე, როგორ რეპრესირებული იყავი. ანუ აქედან ვის უნდა ეს დასავლურ გამომცემლობებს, რომ აქედან რაღაცა რაც იყავი, ეს დაკარგე, მიდიხარ და ხარ ქრონიკული წუწუნი იმ ყველაფერზე, რაც დატოვე რა. ქრონიკული წუწუნის ძალიან ისეთი ხმამაღალი ნათქვამია 5000 წელიწადი თუ ისქენი რაღაცა იქ
ის ვერ გამოკარი ხელი არც არავის არ ემახსოვრება რომ დევნილი ხარ და ძალიან გითხრა ანუ მარსიდან რო ვიღაც ჩამოვიდეს და რო დაგიწყოს მოყოლა არ ჩამოდიხარ თბილისის ბოტანიკური პარკი როგორი არის ხო ეთქვი არ ჩამოდიხარ მარსიდან და ეგ რაღაცა ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი ადამიანი ცხოვრობს იმან არ იცის რას ნიშნავს როდესაც შენი ოჯახის წევრებს დღამე წაიყვანენ დაიჭერენ და შენ გეუბნებიან რომ არ გამოუშვებ თუ არ წახვალ ქვეყნა არ იცის და ეგ აინტერესებს გუშინ მივიღე თუ გუშინ წინ WhatsApp-ზე ვიღაცა ბელგიელი ახალგაზრდა კაცი მყავდა მე ხო ჩიტების გიდი ვარ და დღესო მთელ ევროპაშიო ბატკანძერს აკვირდებიან მაგათ მიმოფრენასო და თქვენთან რა ხდებოდა მე ვთქვი ჩვენთან ისეთი ხდება მეთქი მაპატიერო არ ამგონია რომელიმე მეცნიერს დღეს კონკრეტულ დღეს ბატკანძერს დაძებდეს ხო და უიო მაპატიერო არაფერი არ ვიცითო რა ხდება თქვენთან ნუ ესეც 1 2 3 რაღაც პატარა შეკითხვა რო და ნელ-ნელა ის ვქნათ მოკლედ ერთი საკითხი არის გმირი იმიტომ რომ ბაქრაძეს ვეყნობი ისევ რომელიც ამბობს რომ საბჭოთა კავშირში ვერ იქნებიან დასავლური გმირები უბრალოდ სისტემა არ მისცემს ამის საშუალებას გმირი როგორც გმირი თუ პერსონაჟს ამბობ გმირი როგორც გმირი რომელიც ცulis ეგეთი პერსონაჟი რა ანუ გმირი რომელიც რაღაცა სისტემას უპირისპირდება და იმას ამარცხებს ან ტრანსფორმაციას ახდენს. პრინციპში რაც არის ანტიკური გმირიდან მოყოლებული ნებისმიერი გმირის ფუნქცია, ხო, მიდის გველეშაპს კლავს და ახალ სისტემას თუ ახალ რაღაცას მშვიდ ცხოვრებას უყრის საფუძველს, ხო? დასავლური ჩვენი თქვა საბჭოთა სისტემაში გმირი პირიქით უნდა იყოს რა, ანუ სისტემას მორგებული ადამიანი უფრო გმირი არის, ხო? პავლიკ მოროზოვი უფრო გმირი არის, რომელიც სისტემურს აკეთებს რაღაცას, ვიდრე ის ვინც ამარცხებს და გადადის, ხო? იგივე ეხება თქვა პავლიკ გვახოვდნენ თავის სიამოვნებით ხალხისთვის არ იყო საბჭოთა ხალხისთვისაც არ იყო პავლიკ მაროზოვი ჭრიჭინა ხო იყო ჭრიჭინა გმირი იყო თავი იყო ჭრიჭინა პერსონაჟი იყო საყვარელი კი გამოგონილი თავიდან ბოლომდე შიგნითაც ჩაქსოვილიც არის ამბავი რომ ცუდი ბავშვია არ ემორჩილება მაგრამ უნივერსიტეტში ვერ ხვდება ანუ ძალიან ბევრი ნიუანსი არის ჭრიჭინა სულსვამბავია ჭრიჭინასნაირი პერსონაჟები აბეზარასნაირი რუსული ჯივჩატა სერენა და სოლნიჩნეი დალინი ამერიკაში გადავიდა ერთი და იგივეა როდესაც არც ისე ლამაზი გოგონა მაგრამ აქტიური ძალიან ფემინისტური ისინი არის ჯობნის უფრო ლამას იმიტომ რომ მიმწოლია არ მგონია რომ ჭრიჭიან პავლიკ მაროზოვი მარინე თვითონაც ლამაზი არის ეგ განჯდება მაგ იმაში ნუ აბეზარაში არ არის ლამა ის უფრო იგივე ის არის როგორ არის გვაქენსელებენ არა მართლა გვაქენსელებენ მტყუილოთ არ შევდანებე ფემინიზმზე ელაპარაკეთ ამთან და ჭრიჭინა და პავლიკ მაროზოვი კი აბსოლუტურად რომელი გმირი არის საბჭოთა ლიტერატურაში რომელიც უპირისპირდება სისტემას და ამარცხებს როგორ უნდა ყოფილიყო საბჭოთა რომელიც იბეჭდებოდა რა თქმა უნდა არ არის გმირი თუ არ იყო ეს გმირი თუ სისტემა არ იყო კაპიტალიზმი რატო საბჭოთში იყო აბსურდების ის იყო რა მაგალითად ჩემ ბავშვობაში ნუ სტალინის პერიოდს თავი დავანებოთ რა რომელიც ცალსახა და რომის მერეც მაინც ამოსუნთქვა იყო რაც იყო მაგრამ მაინც ამოსუნთქვა იყო დანარჩენი პერიოდი ყველა კაი ფილმი უცხოური რამდენიმეს გარდა ნანახი გქონდა იმიტომ რომ ისინი ყიდულობდნენ რაც სისტემის წინააღმდეგ იყო და კაი ფილმები და კაი ნაწარმოებები ყოველთვის არის სისტემის წინააღმდეგ და ბერგმანსაც კი ყიდულობდნენ რომ გვენახა რომ შვედურ ოჯახში ყველაფერი კარგად არ არის და ძალიან ცუდად არის ხო მე დაინგრა საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა რომ მოქალაქე კეინის გარდა ლამის ყველა შედევრი მთელი იტალიური ნეორეალიზმი რაც კარგი იყო მართლა რამდენიმე ფილმის ამიტომ რა თქმა უნდა საბჭოთა ნანახი ვის კონდა ეგ ნანახი კინოებში გადიოდა კაცო ყველაფერი ამიტომ რა თქმა უნდა საბჭოთა ისეთ დაშვებულ ლიტერატურაში ტყუილა ეძებთ პერსონაჟს რომელიც ამარცხებს სისტემას მეცაც გეტყვი თუ ლიტერატურაზეა ლაპარაკი პერსონაჟი რომელიც ამარცხებს სისტემას კარგი წიგნებში ძალიან იშვიათია რა უფრო ხშირად არის პერსონაჟი რომელიც ერკინება რაღაცას და მარცხდება თვითონ სისტემისგან თუ სოციუმისგან და კეთილაური მაგალითად და კეთილაური ხო გულქეთილოური კიდე სხვა ამბავია რა. ანუ კითხვა რა. ხო და ანუ მირამ ეს ტიპი ლიტერატურაზე რა ხან მისია და ფუნქცია გამოვაცალეთ რომ რაღაც არ უნდა კონდეს რომანის ფუნქცია მე-19 საუკუნის მე-20 საუკუნის არ უნდა კონდეს ფუნქცია. გამოვაცალეთ თქვით რომ სხვა რა. ხო და ეგეთი საკითხი. ეხლა ჩვენ რაღაც კრიზისი დაგვიდგა და აღმოჩნდა რომ მზად არ ვიყავით, ხო? რაღაც ესეთი რაღაც თქვა რომ არ ვიყავით მზად და მათ შორის არ ვიყავით მასობრივად რაღაც აღირებულებების გაცნობიერება დაცვისთვის, აი ორივესთვის რა, ანუ თქვათ, ისაც ახლა გვემართება რომ საშიშია
ბევრისთვის ეს ჯერ კიდევ საშიში არის და არ ვსაუბრობ მხოლოდ სისტემის მხარდამჭერებისთვის რა. ქუჩაში გახვიდე და გეტყვის რა მართლა ხდება რა, მე აგზალავენ რა. ანუ ზეგრა იქნება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაცა ლიტერატურა ვერ მოგვეწია რა თავის დროზე. ანუ უფრო მეტი რო გვეკითხა, თქვა ტოტალიტარული ლიტერატურა, სიტყვაზე შეიძლება უფრო მზად ყოფილიყავით. ან არა, ისე მეთანხმები არ მეთანხმები. ეგ ფუნქცია ისევ რაღაცნაირად ისევ თქვენ თავზე რო იძალადო და წარმოიდგინოთ, რომ შეიძლებოდა თუ არა რომ ხნის განმავლობაში, იმიტომ კინემატოგრაფი ჩვენ არ აქვს. ანუ ჰოლივუდი რო გქონდეს, იქ მიაშველებდი რა კომიქსებს, კარგ მოქალაქეებზე ფილმებს, რომელიც პოლიციელს ეხმარება, რომ ქუჩაში გადაიყვანოს ბებია და მე სისტემა როგორიც არის, აი ამ ფილმით იქნება შედუღაბებული, ასე ვთქვა და რახან ჩვენ ეგ არა გვაქვს, ლიტერატურა გვაქვს, მაგრამ ლიტერატურამ როგორც ჩანს ვერ შეასრულა ეგ ფუნქცია, რომ ის მოქალაქე შეექმნა, გაემაგრებინა, მოეძლიერებინა, რომელიც დღეს იქნებოდა გამძლე რა. სხვადასხვა არ არის ეგ ლიტერატურის ფუნქცია, რომ შექმნას მოქალაქე, რომელიც იქნება გამძლე. მოდიში ლევან, არა რომც იყოს და კინოც არ ქონდა ამის ფუფუნება რა მართლა იცი რა მე ვერ უპასუხებ იმიტომ რომ გმირი ყოველთვის კაცი იყო და ხა ქალები ხო კაცები უპასუხონ რატომ აიწყნეთ არა მედია ხო და რა შეეხება ჰოლივუდს ხო არც ჰოლივუდი არც აღმზრდელობითი ჰოლივუდი არ არის და ჰეპი ენდი და ისე ჩემთვის მე მგონია ვიანდელი ჰოლივუდი ეხანდელი სრულიად კატასტროფა უბრალოდ ოღონდ მგონია რომ ამერიკაში რაღაცა კულტურული აღმავლობა დაიწყება კინოშიც და ლიტერატურაშიც იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხანი არ იყო ძალიან მეამიტი ხალხი მათი ეს ფილმები რომელიც ეს წმენა შერყეულია ანუ მათ წამდათ რასაც იღებდნენ რა შედევრია 12 განრისხებული მამაკაცი მაგრამ დღეს ესეთ ფილმის გადაღება შეუძლებელია იმიტომ რომ იქნება ტყუილი იმიტომ რომ ისინი დაეჯახნენ იმას რაზეც იდგნენ ამ სამართლიანობაზე და იმაზე ეს ან მითი იყო ან არ არსებობს სინამდვილეში რა. ამიტომ საერთოდ ჩემთვის არ არის საინტერესო, მე ვერ ვიხსენებ კარგ წიგს, რომელსაც მე შეუძრივარ და ამბობს, რომელიც რაღაცა აღზრდილობით ფუნქციის მატარებელია რა. ვაპატიეთ, მაგრამ ეგეთ რა უნდა კონდეს ანუ საერთოდ არა, ვინ უნდა მარტო სახელმწიფო გაკაჭავს, მარტო სკოლა გაკაჭავს იმას, რომ რას მოქალაქის აღზრდას არა, მაგრამ კლასიკა მაგის ამისთვის არის. ლიტერატურაში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის, როგორი უნდა იყოს, რომ კაი ადამიანი, ცუდი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის ესე მოცემული რეცეპტებად რა. არ არსებობს ეგეთი რამე. სად გაუქაჩია, რომელიმას აუზდია რეცეპტები ვის მიუცია, ხო, ლიტერატურა, ისევე კინემატოგრაფი თუ ეს კარგი კინოა, სულ სხვა რაღაცას აკეთებს რა, სულ სხვა ამბებს ყვება და იქ პოულობ მაგას. იქ რაღაცას პოულობ და ეს ყველაფერი არის ფიქრისთვის. მე სულ სხვა რაღაცა მგონია. ნახე, პრობლემა რა. ზუსტად სახელმწიფოს უნდა რომ ეგეთ ფუნქციამდე და ეგეთ რაღაცამდე ჩამოიყვანოს, რომ ეგრე განისაზღვროს, რომ ეს წიგნი საზოგადოებას არ გამოადგება, იმიტომ რომ არ ვიცი, LGBTQ თემაა შიგნით, ან ზედმეტი ფემინიზმი, ან ზედმეტი კრიმინალი, ან ეგ რაღაცა ინსტრუმენტად გამოყენება ამ ყოველფრის არის ისევ მწერლებისთვის და ისევ მკითხველებისთვის საშიში, იმიტომ რომ ანუ არ აღზარდა ამ წიგნი, აი ფანტასტიკური წიგნია, მაგრამ არ აღზარდა კარგი მოქალაქე რავშვებით წვავთ, ვანადგურებთ, ანუ ეგ არც ავტორმა უნდა გადაწყვიტოს რომ ამას არც უნდა დაუშვას საერთოდ რომ ამ ფუნქციას ეჭიდავება და ვინც დაუშვებს იქვე ჩანასახშივე განწირულია რომ საშინელებას იზამს და არც საზოგადოება არ უნდა ელოდებოდეს რომ არ ვიცი ივო ფეზუაშვილის წიგნს რო ავიღებ მე ამ წიგნის მერე კაი ადამიანი გავხდები ლევან შენ არ გეწირებს მაგრამ მგონია რომ ასევე ის ესეც რომ თვითონ მწერალი რო ესეთი მორალური მისი პერსონაჟები ესეც იმ სისტემის გადმონაშთია რა რომელიც ტყუილი იყო პირიქით მე რო ხედავ კაცოთ ელენ ბლუ იყო ერთ ნორვეგიელი კაცი ჩამოსული მწერალი და კაი მწერალი არ არის ცუდი მწერალი დიდი მწერალი არ არის რო დავინახე ლამაზი 2 მეტრიანი გამიკვირდა იმიტომ რომ როგორ შეიძლება მწერალი ესეთ კაცი ამას არაფერი არ ეტყობა ესეთ გარეგნობის ეგეთი ძალის დევივით რაღაცა ხო რატო გახდა მწერალი ხო
რატო მოინდომა 2 მეტრიანმა ლამაზმა და კაცმა? კითხვა დაუსვი შენს სურათ ხატს, რას ნიშნავს შენთვის არა, საინტერესოა ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შედევრი, უბრალოდ ძალიან საწყალი ხალხის და მეორე უკიდურესობაა კიდე, რომ ჩემი საყვარელი მწერლები ეხლა წამოვიდა ეს მაჩოა, ჰემინგუეი მაჩოა, იმიტომ რომ ვერ ვიტან ესეთ მიდგომას. ტოქსიკური მასკულინი. ხო, ის ეპოქა იყო, იმის შვილი იყო და ესეთი კაცი იყო, ხო? აი მე მგონია რომ მაგ ფუნქციას კლასიკა ასრულებს. აი რაღაც თქვენ. აუზილებით ის? ხო, ასრულებს და ძალიან ნორმალური პროცესია. ასრულებს კიდევაც ხო და მაშინ შეასრულოს კიდევ. არა, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ეს ხალხი წერდა, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ახალი გაჩენილია ქართული პროზა, ხო? და ეს და ჯერა გააკეთეთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ხო? და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება რა მოიტანა ეს, რომ არ იცოდა უმეტესმა ადამიანმა წერა და კითხვა და რა თქმა უნდა, ის ამბები, რომელსაც ამ ახალ ნასწავლ საზოგადოებას ქვეყანას აძლევ, ეს ვერ იქნება რთული და მაღალი ლიტერატურა, იმიტომ რომ არა აქ იმ ადამიანს კითხვის ჩვევა, ხო, იმას რომ რაღაცა ერთი თაობის მერე უკვე მიხეილ ჯავახიშვილი შდება. რა თქმა უნდა, ამ პირველ მოთხრობებში რომლებიც, აი, თავიდანაც რო ვთქვი, რომლებიც ეს ადამიანები კიდე სხვა ფუნქციას ატარებდნენ, იმიტომ რომ ნაციონალური სახელმწიფოს იდეა საერთოდ ყველაფერი ახალი გაჩენილია და ამ რაღაცებს აპარებდა, იქ კი არის მორალი და მორალიც არის სიკეთის წმენა, ოპტიმიზმია, ეხლა ქინაქინას რო ვკითხულობ, თვალზეცრემლი მადგება დღემდე რა. მაგრამ ასევე ვიცი, რომ ეს არ არის ცხოვრება, ესეთ კეთილები იშვიათად არის ცხოვრება, ხო, რომ ეს ყველა კეთილია, ყველა მარტო ამერიკულ ფილმებში და საბჭოთა ფილმებში კიდე. რომელიც ერთის ტყუილი იყო და მეორეც. კაი. საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო რა, ანუ ჩვენთვის როგორც მოქალაქეების არის უარი ევროპაზე. და ნუ რა გავლენა აქვს პირველმა სხვადასხვა ადამიანმა ისაუბრა, ხო? ანუ რა გავლენა იქნება ჩაგრულ ჯგუფებზე, რა გავლენა იქნება რაღაცა სამართლიანობაზე ზოგადად სახელმწიფოში და შორს მევალ პერსპექტივაში განათლებაზე და ასე შემდეგ. ორი ისა გვაქვს, ხო? ერთი საზოგადოებისთვის რა საფრთხეს ხედავთ და მწერლობისთვის რა საფრთხეს ხედავთ, იზოლაცია, რომელსაც შეიძლება მალე ამოყოთ თავი. და ახლა ისე რაღაცას უპირისპირდებით, ფიქრობ საინტერესო იქნება და უშუალოდ არა მხოლოდ რაღაცა ევროპასთან ურთიერთობის პოზიტიური და ნეგატიური მხარეების დაფიქსირება, მაგრამ პირიქით იმის წარმოჩენა რამდენად მნიშვნელოვანი უფრო არის ეს, თქვათ, რას ვკარგავთ სინამდვილეში და ისევ ამბობ რა, როგორც მოქალაქეები და როგორც მწერლები, აი რა, ორივე სფეროსთვის, თქვენთვის რაღაც ყოველდღიურობისთვის და მე ვთქვი, რას ხედავთ რა. დაიწყეთ ამიტომ. ანუ უარი ევროპაზე ჩემთვის ნიშნავს პრინციპში უარს ქართულ იდენტობაზე, ქართულ ენაზე, იმიტომ რომ ეს საფრთხე, ამ საფრთხეს ეს საფრთხე შეიძლება რეალურად დადგეს, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობა ხო ძალიან ენაზე არის აგებული, მორგებული, ძალიან ენის გარშემო ტრიალებს და კი, თუ ძალიან ცუდად წავა ყველაფერი და შეიძლება რეალურად დადგეს ეს საფრთხეც და ამ სიტუაციაში მე ჩვენი როგორც მწერლების ვალდებულებას თუ მოვალეობას ისე ვხედავ, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ წერა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელოვანები, ვინც ყველაზე ახლოს არის სიტყვასთან, ვინც ყველაზე მეტად არის ამბის მთხრობელი. ამბის გადამცემი მომავალი თაობებისთვის, ამბის მთხრობელი გარეთ, ამბის მთხრობელი ქვეყნის შიგნით, ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა გავაგრძელოთ ამბის მოყოლა საკუთარ ენაზე. და ამას არ ვიცი რა ძიმე რეალობაც არ უნდა დადგეს, მე მგონი შევძლებთ. იმიტომ რომ ხა ჩვენთვის ყველა ავტორისთვის, ვინც ქართულად წერს, ქართული ენა არის უზურპასესი, ხო? რაღაცა ენებს ფლობს და შეგვეძლო წავსულიყავით ემიგრაციაში, სხვა ენაზე გვეწერა, მაგრამ ნუ რაღაცა მივეჯაჭვეთ ამ ქართულს. ამიტომ არ ვიცი, რაღაცა გამოცდილებებს უკვე არსებობს, მაგალითად პოლონეთში ხომ თქვა კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ეს მილოშის თაობა ემიგრირდა მაგალითად და პოლონური ენაც არ მიუტოვებია და რაღაც შედევრებით შექმნეს და ლიტერატურასაც ქმნიდნენ მთელი დეკადები საზღვარგარეთ. ჩვენ ძალიან ცოტაა.
კი, ცოტანი ვარც და ხა ხო. ენას რატო დავკარგავთ, ანუ ვიცი რა, მე ვხედავ ამ საფრთხეს ახლა თუ რაღაცა ერთი ის რო ტექნოლოგიების ამ მზარდი ტექნოლოგიების პირობებში არ ვიცით ეს ბატარეები როგორ გადარჩება და რა იქნება და მეორე თუ ესეთი რუსიფიკაცია მოხდება ყოველთვის ამის რეალურ მაგალითებს ვხედავ. ამას ვხედავ ქუჩაში სიარულისას, როდესაც უკვე გაჩნდა რუსული წარწერები. მე ამ საფრთხეს რეალურად ვხედავ და პრინციპში ეს რეჟიმიც, რომელიც არის ძალიან რუსული, ურტყავს ბევრი მხრიდან ქართულ იდენტობას და შესაბამისად თუ ქართული იდენტობა ის ძირი არის ენა, მაშინ ურტყავს ქართულ ენასაც, ხო? ამიტომ მე მგონი ჩვენ გვაქვს საფიქრალი იმაზე, ჩვენ ყოველ შემთხვევაში აქ პირველ რიგში წერილებს გულისხმობთ, როგორ წეროთ ყველა მოცემულობაში, როგორ მოუყვეთ ამბავი ყველა მოცემულობაში საქართველოზე და როგორ მოუყვეთ ამბავი ქართულ ენაზე. შენ თვითონ თქვი ეს მომწონდა რომ ერთ და იგივე. ხო, ის არის იზოლაციას საშინელება არაფერი არ. ნამდვილად. კოვიდის მაგალითი რო ავიღოთ რა, რომ დაიწყო ვიღაცებს ეგონათ მაგრამ მიმოწერა მქონდა მილიონ ადამიანთან, რომ ეს გასაჭირი სოფლიოს უფრო გააერთიანებს. მოხდა უარესი. და იზოლაციამ ადამიანებს რა უყო? აი, რამდენი კრეტინული იდეა გაჩნდა მთელ სამყაროში ამ კოვიდის მერე, რომ დედამიწა ბრტყელია რა. არა, კოვიდამდე ეხმეტარი, ხო კოვიდს ნუ დააბრალებ. ყველაზე ცუდი რამ, რასაც ეხა აკეთებენ და ხშირად არის ის, რომ როცა მაგაზე უარეს შენ ქვეყანა შენ ხალხს ვერ გაუკეთებ, როცა ეუბნები რომ შენ ხარ საუკეთესო. რომ ჩვენი კულტურა ყველაზე დიდია და ის ვიღაცეები ამაზე უარეს ვერ გაუკეთებ ვერაფერს. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომ შენ ხალხს ეუბნები რომ შენ რჩეული ხარ, გამორჩეული ხარ და სხვა მტერია კიდე რა. არ არსებობს კულტურა დამოუკიდებლად. არ არსებობს. შევსების რაღაც ახალი იდეების, ახალი სისხლის გარეშე ნებისმიერი კულტურა განწირულია იმაზე, რომ იქცეს რაღაცა იმათ რა ქვია. დაიყინოს საკუთარ თავში. აი ამ ყველაფერში ერთ რაღაცას ვიტყვი რა, დემონიზაცია ამ ევროპის საერთოდ დასავლეთის ისევ ძალიან ბევრია სამწუხაროდ კონფორმიზმის და კონფორმისტების როლი რა. და ყველგან, იმიტომ რომ აი რო ავიღოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო, ძალიან ბევრი, ხო, ვიღაცები მაგრად განან, მაგრამ ძალიან ბევრი, რომლებიც ჩვეულებრივად ამ დასავლეთის გრანტებით სარგებლობდნენ და იმას ან გაისუსნენ, ან რაღაცა იმას მოაწერეს ხელი ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ეს არ იყო ორგანული, ეს იყო გადარჩენისთვის რაღაც ორგანიზაციის ქმნიდნენ პროექტი და მაშინ ეს იყო აქტუალური. და შეიძლება ყველა კვალი წაიშალოს მართლა, იმიტომ რომ არ მიხვალ უთვალავი ძეგლია საქართველოში, რომელსაც აწერია რესტავრაცია ჩაუტარდა ნორვეგიის საელჩოს ფულით, რესტავრაცია ჩაუტარდა ამის ფულით. უამრავ სკოლას აწერია, რომ აშენდა USAID-ის იმითი, ხო? რა უნდა უყვა თუ ამის თუ ფიქრისკენ ხარ მიდრეკილი, ხო? ამას იფიქრებ და დაინახავ, მაგრამ ევროპა მგონია ზუსტად ფიქრის არშიში. ჩემთვის ევროპა მართლა ფიქრია რა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ფიქრობს, მისი ცხოვრება არიოლდება ამით. არიოლდება. რასაც გთავაზობენ ესა თუ ეს ცუდი ხელისუფლებები, ეს არის, რომ მოდი შენ ნოიფიქრებ, მე ვიფიქრებ შენ, მაგრამ მე უკეთ ვიცი შენ რა გინდა რა. და რაღაცა კომფორტის ზონაშიც აქცევენ ძალიან ბევრ ადამიანს რა, იმიტომ რომ რატო იყო საბჭოთა კავშირი ძალიან ბევრთვის ძალიან ბევრი ადამიანისთვის კომფორტული, იმიტომ რომ რაღაცა ისინი იცოდი და მეტი პასუხისმგებლობა აღარ გეთხოვებოდა რა და ვერაფერსაც ვერ შეცვლი რა და აი რაღაცაში შეიძლება ზომიერად ლაღი ყოფილიყავი ზოგადად, ამიტომ იოლი იყო უფრო საბჭოთა კავშირში კაი ტიპობა. მე ესე მგონია რა, იმიტომ რომ დღეს ყოველ დღე რაღაცა ახალი ის არის, ახალ რაღაცას მორალური დილემებით და ეს არსებობს, ხო, ეს მართლა ცოტა რაც ვილაპარაკე, ხო, რუსეთმა რა გაკეთა, რუსულმა კომპანიამ საყდრისი აგიფეთქა, ხო, უძველესი მათი ხელით, მაგრამ აგიფეთქა უძველესი უნიკალური ძეგლი და იქიდან ოქრო ამოაქვს დღემდე, მაგრამ გერმანელები გეხოცებოდნენ რომ არ გააკეთონ. ხო, ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, დანახვა და ფიქრი ძალიან
აბა როგორ შეიძლება რომ თელმა სამყარომ რაღაცა შეკრა ის რომ შენ ომის ქარცელში ჩაგაგდოს ან რაღაცა საშინელებები დაგმართოს გაგრყნას მორალურად ხო ეს ხო აბსურდია ხო მაგრამ ვიღაცები ურჩევნიათ უფრო კომფორტულად გზნობენ რომ ეს აბსურდი დაიჯერონ და რაღაცა იმ ცუდ გზას გაყვეს რომელიც ისევ და ისევ ვიტყვი ხა სამყაროში არ არის იოლი დრო ხო ძალიან ბევრგან პოპულიზმი იმარჯვებს ძალიან ბევრგან რაღაცა ცუდი იდეები იმარჯვებენ მაგრამ ხო კიდე ერთი რომ იქაც არსად არ არის უსამართლობა, არსად არ არის ისა ამერიკას როკფელერები მართავენ, იქ კორუფცია ყველგან არის, შეიძლება არის ყველგან ასეთ ვისე რაღაც დონეზე, ხო? მაგრამ აგე სარკოზი 5 წლით მოაყუჩეს ციხეში. მოკლედ რა, ხა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ მართლა ისე წავიდა ყველაფერი, ძალიან ბევრი ჩვენი მოსახლეობის ნაწილი აბსოლუტურად განზე არც კითხეს არაფერ, ძალიან ბევრი შეკითხვები დაგვეხ, ძალიან ბევრი ადამიანს ტოლობის ნიშანი აქვს მაგალითად დასმული, ხო? ნატოს და ევროკავშირის შორის, ხო? საერთოდ ძალიან ბევრს არის მის ევროკავშირი რა არის რა, როცა გეუბნებიან, რომ აი ეგეთ მენტალიტეტი ხმეს თუ დავდივარ რა, აბა იმის მონა უნდა ვიყოთ, თუ ამის მონა უნდა ვიყოთ და ევროკავშირი უბრალოდ კლუბია, ხო? კლუბის წევრი ხ ბევრისთვის საყველი ორბანი, რასაც უნდა იმას იქაკეთებს და თავის ხმა აქვს და ხო და სად არის ეს ცოდნა და თავი და თავი ის არის კიდე რომ არავის ამ ქვეყანაში ფული არ ჩაუდია განათლებაში არც ერთ ხელისუფლებას განათლება არ გამხდარა პრიორიტეტი იმიტომ რომ განათლებას ყავს ბევრი განათლებული ადამიანი აი ესეთ პოპულიზმს ესეიოლად ვერ აჭმევ რა ვერ აჭმევ და კიდე რომ ჩვენი პრობლემა არის რა თქმა უნდა სიღატაკე აგეს დიდი ადამიანის უფლების დარღვევა არ არის როცა ღარიბი ხარ რა და ღარიბს თავის გადარჩენისთვის ზრუნავს რა ძირითადად და იქ აღარ ფიქრობს ამდენს არის ესეთ ბევრი ქვეყანა ესეთ ბოდიში იმასე ევროკავშირის სიკეთეებზე და რაღაცებზე ხო რამდენჯერ უნდა ვუყარო აჩიკო მახსნა ფანტასტიკურად ერთი რაც არის ჩვენ სფეროში რაც იქნება რომ მე აჩიკო და თამთა თუ ერთმანეთის კონკურენტები ვიქნებით ერთმანეთზე შეყვარებული სამი მწერალი და თუ მე აჩიკო და თამთა ვიქნებით იმ დასავლელი ავტორების კონკურენტები ვიქნებით ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო მეტი გამოცდილებით და დაგროვებით და უფრო ფართო თვალსაჩინიერით რა ყველაფერს რო თავი დაანებო ეს არის კითხულობ თანამედროვე რუსულ ლიტერატურას მე ვამბობ ეგეთ რაღაცას თანამედროვე რუსული კულტურა არ არსებობს მე გამაქვს ფარსი შემდეგი გადაცემისთვის კარგი შემოაგდო ანუ რა იცი რა აი ამ მითხარი თანამედროვე რუსი ავტორი რომელიც სასარგებლოს ქმნის რაღაცას კულტურულ სცენას არ გიგეხმარება ელევინის ეგ წიგნი არის 25 წლის წინანდელი. გადევნებ ბოლო 10 წელს, კაი, ბოლო 5 წელს, 10 წელს. არავინ. არა. სვიაგინცევზე რო გაგიჟნე, სვიაგინცევზე რასაც იღებს სკანდინავიურმა კინო მე მოინელა 15 წლის, მე გადმოაფურთხავ. აიგე, მაგრამ. კარგი, საინტერესო მადლობა. მოკლედ სტურო აღარა. ერთი არის რომ როდესაც ვამბობთ რომ ევროპა არის ისაც ანუ არც ერთი კულტურა არ არსებობს კონტაქტის გარეშე და ეს ვთქვით ხო და ქართული კულტურა მეტწილად მაინც ევროპასთან ურთიერთობით არის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რაღაც სამქმნადობის პროცესში ხო და ეგ როგორც კი დაიხურება ის კი იმას კი არ შესაძლოა ჩვენ მართლა იზოლირებულები ვიქნებით ალტერნატივა მოიძებნება ანუ ქართული კულტურა გახდება სხვა კულტურასთან მაშინ ხო მიბმული რა და ეს კულტურა ცალსახად ჩვენთვის არის ხა ამ ეტაპზე რუსული არის ყოველში ის ველი რაც მოხაზეს არის რუსულ, ირანულ, საუდის არაბეთი და ჩინეთი. ანუ უფრო ეკონომიკაზე დაფუძნებული, მაგრამ კულტურაც უნდა შეივსოს. ამიტომ მაგით მოხდება დაბალანსება. ამიტომ ევროპას ჩვენ ჩავეხსნებით და თვითყოფაც სუვერენულს შევქმნით. მე მგონი რომ პირიქით მივიღებთ ძალიან კატასტროფულ შედეგს. კი, ხო, ანუ ცალკე არ იქნება ერთი და ვერც შექმნი რა. და მეორე საკითხი არის ცენზურის რომელიც ჯერ ესე ამ ეტაპზე ეს ბოლომდე არ დამდგარა, მაგრამ აი თემატიკაზე თავიდან ვახსენეთ ჩვენ, რომ ემიგრაციაზე დაწერა უკვე პოლიტიკური აქტი არის რა. და ეხლა რა ტენდენციებიც არის, მაგეთ მიდის, რომ აუცილებლად შინაარსით შემოვლენ. ხო, რაც არ დამდგარა, იმაზე ლაპარაკი ალბათ არ შეგვიძლია, მაგრამ მეც მგონია რომ ვაკეთკენ მივა რა, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცა ხა ერთი კვირით რო წავალ, მივდივარ სადღაც ჩამოდივარ უარესი მხდება ყველაფერი რა. ამიტომ არაფერი კი და ის მე კარგა მახსოვს, მაშინ თქვი რომ პირველი ის რო იყო ამ რუსულ კანონზე, სულ პირველი გამოსვლები, რომ
როგორც რუსეთში შეიძლება ჩემ წიგნს ეწეროს რომ აგენტის დაწერილი და მაშინ არა მწერალს ვინ დააწერს. კი. აუცილებლად მოხდება რა მაგაზე შეიძლება მომავალი იყოს, მაგრამ კი ბატონო. რომ აი შენ თქვი ახლა 15 წუთის წინ რომ ჯერ ბოლომდე დიქტატურაში არ ვართო, ან ჯერ მაგამდე არ მსვლურთო. აი რაც სიტყვას უნდა გავურთხო თუ აი ამ რაღაცას შევაკავშირებ ერთმანეთთან, რომ რაც რისიც მე შინოდა იყო ეგ, რომ იმდენს ვიყვირებთ რომ დიქტატურა რომ ამ სიტყვას უკვე ის ექნება, რა ფასი ექნება საზოგადოების ფაში დაკარგული, რომ ან კომიკური გახდება ისე რაც ყველა ან ისეთი ადამიანები გებრძვიან, რომ კომიკური რო არ იყოს, კომიკურად გამოიყურება, მაგრამ შედეგი არის ძალიან არა კომიკური. და აი მაგის მე შინოდა რომ დიქტატურა მოდის და მოვა და ვერ იმას იზამს. რაც შეეხება ცენზურას, ცენზურა ამ წამს არ და ვერ იმუშაობს ისე როგორც მუშაობდა საბჭოთა კავშირში. რა არის ცენზურა, იცი? ივა ფეზოაშვილის მწერალთა სახლის Facebook ვერძე რო კომენტარის დაწერა არ შეუძლია. მწერალთა სახლის არ შეუპოსტებს, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ისეთ სუნდაბალი ვარ, რაღაც დეგენერატობებს რო აკეთებენ, იმაზე დავაჰაჰავებ თუ რაღაცას გავუკეთებ. ეგ არის ცენზურა. იმაზე ბოიკოტის გამო რომ თარგმნილობით პროგრამაზე ხელი არ მიმიწვდება, იმიტომ რომ მათი თანაგუნდელი და თანამოაზრე არ გავხდე. ეგ არის ცენზურა. მას ჩემ თარგმნელს რო ორჯერ ძვირი უჯდება, ჩემი წაყვანა იმაში რომელიმე ფესტივალზე თარგმნელს კი არა უცხოელ გამომცემელს და ჩემი ქვეყანა ვერაფრით ვერ მეხმარება და შეიძლება კრეატივ ევროპი მეხმარებოდეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის გაწევასთან ერთად მაგაზე წვდომაც გაგვიქრება. ეგ არის ცენზურა, თორე ესე არავინ არ მოვა და იმას და ევროპის ჯილდოს რომ მოიპოვებ და არც რო შეგიმჩნევენ, ეგეც მაგის ნაწილი. არა, ალბათ აი ზუსტად იმ მილოშის ციხში წერია რა, უწერია რომ გარბის დასავლეთში და ძალიან კრიტიკული იყო იქაურობისადმიც რა და ამ სისტემაშიო საიდე დასავლეთშიო წერალსო კლავსო დუმილიო. ანუ თუ არ გაიყიდე არავინ არ ხარ და მაგით კვდები რა და იქო კლავსო სისტემაო და კლავს ვიღაცების ხელით. ნახოთ რა მოგდეს, რაც ჯერ არ მომხდარა, იმიტომ რომ ისე სწრაფად ვითარდება ყველაფერი, მალე მოხდება. კარგით, მე მაინც ცენზურას ვისწავლით, როგორ ვიმოქმედა ცენზურის პირობებში. მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია ცენზურის ქვეშ წერა, მაგრამ რაღაცა გზას გამოვნახავ, ეზოპეს ენას არასდროს არ ავირჩევ, მაგრამ რაღაც გზას ყოველთვის გამოინახება იმისთვის, რომ გააგრძელო წერა ისე როგორც ხო, სინამდვილეში უკვე წარმოუდგენელია რა, იმიტომ რომ ადამიანმა როცა დაიწყო ესე რომ წერს იმას რაც უნდა, შეიძლება ვერ გეფედავდეს ყველაფერს წერს, მაგრამ არ აყავს ეს, ხო? წერს რაც უნდა, ის ვეღარ გადავა უკვე სხვანაირ იმაზე რა, იმიტომ ერთადერთი, ხო, ბევრი არაფერი მოგვიპოვებია ამ წლების მანძილზე. სიტყვის თავისუფლება. ხო, გამოხატვის თავისუფლება. ხო და ამას ესე მარტივად ნამდვილად ვერ შეიძლება. ძალიან კარგი. ეს ჩემთვის მაინც უკვე იმედიანი ამბავი არის, რომ მინიმუმ გადაწყვეტილება იმაზე არის, რომ წინააღმდეგობას გავწევთ. ასე რომ ყველაფერი რომ დაიქცეს, ეს ზუსტად ეს განწყობა არის ჩემთვის ოპტიმიზმის საფუძველი. ამიტომ ნუ შეგვეშინდება. ძალიან დიდი მადლობა. ოპტიმისტურად ვამთავრებთ. მომავალ შეხვედრამდე უკეთეს საქართველოში. არ მინდა. ნახვამდის.